ნუკრი, მოგესალმები. მოგესალმებით. მიხარია, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. გილოცავ შობა ახალ წელს და მინდა ყველაზე ესეთი ახალ და ცხელ ნიუსებზე ვისაუბრო. ეს არის მადუროს გატაცება, მაგრამ მადუროს გატაცება უკვე შემდგარი ფაქტია. აი ამ ყველაფერს რა მოყვა შრეიფად. და საუბარი მინდა ბუნებრივია საქართველოს კონტექსტში გავავითაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ქვეყანა, მოწყვლადია, გამოწვევები ძალიან ბევრია, ჩრდილოეთ მეზობელი, სამხრეთ მეზობელი, ახლა აღმოსავლეთ მეზობლებთანაც რაღაც კითხვის ნიშნებია და შენ ძალიან კარგი საინტერესო პასაჟები ქონდა ამოვლენის შემდეგ, რაც Facebook-ზე პოსტების ახდენდი და ერთ-ერთს ვიტყვი, რომ ესე იგი ჩვენერი პატარა ქვეყნისთვის რა საშიშროებას მოიცავს თვითონ მადუროს გატაცების პრეცედენტი. შემდეგ იყო მნიშვნელობა მხოლოდ ძალას და სხვა დანარჩენი ალბათ რიტორიკაა და შემდეგ გადავიდეთ უფრო ფართო გაგებით, ანუ ახალი მიზანი, ახალი ჰორიზონტები და მიზეზი რის იგულისვისაც ხალხმა ერმა უნდა იცოცხლოს. მე ესე გავიგე, შეიძლება მე არასწორად გავიგე და მოხარული ვიქნები თუ შენ ამ ყველაფერს განმარტავ. და ერთი მომენტი ქონდა კიდე ტექნოფეოდალიზმი ახსენე და ესეც რო გაშალო რა. კი ბატონო, პირველ რიგში გილოცავთ, მიხარია რომ თქვენი პროექტი იზრდება, ესე ვთქვათ, პოდკასტის მაყურებლის იზრდება და წარმატებებს გისურვებთ. ეხლა უშუალოდ მოვლენებს რაც შეეხება. თვითონ ეს პროცესი იმდენად შთამბეჭდავი იყო, როგორც სპეცოპერაცია. იმდენად რაღაც მაღალ პროფესიონალური იყო, რომ ეხლა არა მე ხარებს არ ვირჩევ ამ შემთხვევაში, უბრალოდ აღწერო, რომ ეს იყო ესთეტიური თვალსაზრისით, სამხედრო ესთეტიური თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე ჩატარებული. რაც იწვევდა ეს აღმაფრთოვანებას ზოგადად აი ამ პროცესისგან. ესე იგი, შემდეგ იყო ინტერვიუ თვითონ იმ სპეცრაზმელის, რომელიც იცავდა ვენესუელის სპეცრაზმელის და მან აღწერა, როგორ მოხდა ის, რომ ჯერ დრონები იყო, შემდეგ ცოტა ვერტფრენი, 2 თუ 3 ვერტფრენზე იყო საუბარი, მოფრინდნენ და ჩვენ იმის მიუხედავად, რომ ისინი ცოტანი იყვნენო და ჩვენ ასობით ვიყავით, აბსოლუტურად უძლურები აღმოჩნდით, აბსოლუტურად. ისინი თითქოს დამიზნების გარეშე არ ტყავდნენო ჩვენებს, რომ ეტყობა ავტომატური დამიზნების სისტემა აქვს და რამოდენიმე ხალხიო ყველასო ყურებიდან რომ წაქვს და სიცხლიო ეტყობა რაღაცა ხმა გაუშვეს და თაბრის ხვევები დაგვეწყო და გულის რევა და ასე შემდეგ. ანუ და ის ამბობს რომ მე აქამდე სხვანაირად მეგონაო და ეხლა აღარაზუსტ აღარ მინდებაო რომ ამერიკელების წინააღმდეგ ესე აღმოჩნდეო დაპირისპირებაში. რაც ნიშნავს ეხლა ჩემთვის ძალიან საინტერესო რაღაცა რომ ტექნოლოგიური მათ მცირე ჯგუფმა მოახერხა მასზე საბჯერ 4-ჯერ მეტი ჯარისკაცის განეიტრალება ისე რომ ერთი კაცის არ დააკლდათ. ერთი კაცის არ დააკლდათ. მე მინდა შეგახსენოთ რომ ზოგადად ყველანაირი სოციალური წესრიგი დგას ძალის ბალანსზე. ის რასაც ჩვენ უწოდოთ დემოკრატიას, დემოკრატიულ მოძრაობას. ეს შემთხვევით არ გაჩენილა იმ საუკუნეებში, რა საუკუნეებში გაჩნდა. და გაჩნდა ის დაახლოებით სხვა პერიოდში სხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად, მაგრამ მე-16 საუკუნიდან დავიწყოთ, მე 17, მე-18 საუკუნე ხო, და საბოლოოდ რაღაცა ფილოსოფიურ ომამდე მივედით. და ეგ რა პერიოდია? ეგ პერიოდია ის, რომ ტექნოლოგიურად შეიარაღების თვალსაზრისით გათანაბრდა ფეოდალი და ჩვეულებრივი ადამიანი, იმით რომ ცელსახსრული იარაღი გამოიგონეს, ის ჯავშნიანი ადამიანი, რომელიცაც ვერაფერს ვერ უზავდი. უბრალოდ აღარ არსებობდა ეგეთი ფენომენი, ქვეითი ჯარი და მასობრივი ჯარი მნიშვნელოვანი გახდა და გინდა არ გინდა, როდესაც ესეთი ჩვეულებრივი ადამიანი ჯანყდება, რომელსაც შეუძლია ცელსახსრული იარაღი ხელში აიღოს, უკვე საშიში ძალაა და ეს აჩვენა მაგალითად საფრანგეთის რევოლუცია, ხო? და ამ რევოლუციის შედეგად მოხდა ის, რომ ხალხის ხელში გადავიდა შეიარაღებული ადამიანი, მასის ხელში გადავიდა ეს ძალაუფლება და არისტოკრატიამ ვერაფერი ვერ გააკეთა, ხო? იმის მიუხედავად, რომ მთელი ესეთი ომები გამოვიარეთ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ
კი შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ უფრო ხარისხიანი განათლება ჰქონდა არისტოკრატიას, უფრო ის იყო, რა ქვია, კულტურად უფრო მდიდარი იყო, მატერიალურად უფრო მდიდარი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ არისტოკრატიის როლი იმდენად შემცირდა, რომ საბოლოო ჯამში მათი, ესე იგი, დარჩენა იმ სახიდან, ასახიდაც ისინი აქამდე იყვნენ, შეუძლებელი აღმოჩნდა. და დემოკრატიის პროცესის კიდე მოყვა ის, რომ თუ შენ მასობრივი ჯარი გჭირდება, შენ გჭირდება მასობრივი განათლება, იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა საუბრობდნენ ერთ ენაზე, უნდა ქონდეთ ლოიალობის ერთიანი გასა და ყველა მეომარს უნდა ქონდეს მინიმალური რაღაცა ცოდნა იმისთვის, რომ სამხედრო თვალსაზრისით თუ დააკვირდებით, სკოლების სისტემა, სკოლების საგნები ისე იყო აწყობილი, საგანმანათლებლო სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ საბოლოოდ შეექმნა მეომარი, ეფექტური მეომარი ან მუშა, ხო? და შესაბამისად შეექმნა მთელი რიგი ისეთი ცოდნები, რომელიც ელიტების ხელში უკვე აღარ იყო და ჩვენ ნახეთ, რომ შემდეგი თაობის უკვე ელიტები ესენი არიან ისეთი გარკვეულწილად უკეთეს პროდუქციას კი ქმნიან, ვიდრე არისტოკრატები ქმნიდნენ. აი ეს მნიშვნელოვანი განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რატომ მოხდა ჩამოყალიბდა ის სისტემა, რა სისტემაში ჩვენ ცხოვრობდით. დღეს ჩვენ ხედავთ ვენესუელის შემთხვევაში იმას, რომ ყალიბდება სუპერ მეომართა კლასი. უკაცრავად მეგობრებო, ინტერნეტის წვდომა იყო და შესაბამისად დაგვიბრუნდან უკვე. შესაბამისად ჩამოყალიბდა ახალი თანასწორობა, შედარებით თანასწორობა, რაც კი მივიღეთ და ამ თანასწორობამ უზრუნველყო ის, რომ დემოკრატიული პროცესები გაღრმავდა ყველა ქვეყანაში. ზოგთან უფრო ღრმად, ზოგთან რაღაც სხვა ფორმები მიიღო, მაგრამ ავტოკრატიული რეჟიმებიც კი უკვე აღარ იყვნენ ისეთი ავტოკრატიულები, როგორც მონარქიის დროს. ანუ ისინიც მასებს მიმართავდნენ და მასებზე იყვნენ ორიენტირებული. შესაბამისად, გაქრა ტრადიციული საშუალებები ადამიანების კონტროლის და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ უბერ ესე ვთქვათ, მეომრები, ახალი კლასის რაინდები იქნებიან, რომლებიც რა ვიცი, აღარ ყოფილა საჭირო რაღაცა დიდი ჯარის არსებობა იმისთვის, რომ რაღაცა შენ ჩაახშო უმრავლესობა. 30 კაცს თურმე შეიძლება 500 კაცის ისე დამარცხება, რომ ერთი კაცი არ დააკლდეს, ხო? ერთი კაცი არ დაიღუპოთ. და ჩვენ ხედავთ, რომ ეს საშიში ტენდენცია თვითონ დემოკრატიისთვის. შემთხვევითი არ არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ კიბერფეოდალიზმზე, რომ ეს კიბერფეოდალიზმი არ არის მარტო ესე ვთქვათ რაღაცა სურვილი ვიღაცის. ეს არის ტექნიკური საშუალება, გეძლევა თუ არ ამის. თუ არ გეძლევა, ეს თალკე საკითხი, რაც უნდა მოინდომო შენ ტექნოფეოდალიზმი ვერ განახორციელებ მას, მაგრამ თუ გეძლევა უკვე სამხედრო თვალსაზრისით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამის საშუალება, ეს მეორე ნაწილია. ამის გარდა ჩვენ ვხედავთ ძალიან უხეშ გამონათქვამებს და რიტორიკას, უკვე პოლიტიკურ რიტორიკას, იგივე ტრამპის მხრიდან, იგივე რუსეთის მხრიდან, ყველა მხრიდან ვხედავთ უფრო და უფრო უხეშ გამონათქვამს. იგივე არა მარტო ვენესუელასთან მიმართებაში, რაც პრინციპში დააბრუნა წინარე ეპოქის კოლონიალიზმის რიტორიკა დააბრუნა, ხო? ვენესუელასთან მიმართებაში. აბსოლუტურად კოლონიალისტური, ანუ თუ კი რა თქმა უნდა, იმის შემდეგაც ხდებოდა იმპერიალისტური ომები, მაგრამ ეს მართლდებოდა რაღაცა დემოკრატიზაციის პროცესით, ლიბერალიზმის შეტანის პროცესით, რაღაცა კეთილშობილური იდეას იგონებდნენ ამისთვის, მაგრამ ეხლა საერთოდ მსგავსი რაღაცა არ თქმულა, ითქვა, რომ ჩვენ გვჭირდება ნავთობი გაიყიდება იმ რაოდენობით, რანაოდენობითაც ჩვენ გვინდა, გაყიდიან ამერიკელები და ისინი, რა ქვია, ვენესუელები ამ ფულით იყიდიან ამერიკულ პროდუქციას. ნუ ეს ისეთი რიტორიკა, რომელიც, რა ვიცი, კაცობრიობას აღარ მოусმენია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ესეთი რიტორიკა. ამის გარდა უნდა შემთხვევით არ თქვი მეორე მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომმა ზოგადად კაცობრიობას დაღი დაასვა იმ გაგებით, რომ ომისადმი, მსოფლიო ომისადმი, ესე დამოკიდებულება იყო ძალიან ფრთხილი. საკუთარ თავს არსებობდნენ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც ამ გამოცდილებით აჩერებდნენ შემდეგ დიდ ომებს. კი, შეიძლება ყოველთვის ესე არ ხდებოდა და ყოველთვის ყველა ომი ვერ გააჩერეთ, მაგრამ ის რომ
ომი არ არის ის რომ მერე რა ომი არის საშინელება ეს ყველა კულტურისა თუ საზოგადოებრივ სფეროში ჩადებული იყო და ომის მომხრე ადამიანები იყვნენ ცოტა მარგინალური ტიპები. იყო. ნუ კიდე კონტექსტურია ეგ სად ნუ ვიეტნამში სხვანაირად იყო, მაგრამ ვიეტნამში ხო ვნახეთ რომ ომის რიტორიკა ვერ გაიმარჯვა საბოლოო ჯამში. ეხლა ჩვენ შევდივართ ისტორიულ პერიოდში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება არის უკვე არა ცოცხალი გამოცდილება, არამედ უკვე ისტორია. როგორც ეხლა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილება ხო ჩვენთვის არაფერს აღარ ნიშნავს, ესე უკვე შეიძლება უკანასკნელი მოხიკანები ცოცხლები არიან, გარკვეული ვეტერანები, მაგრამ ეს აღარ არის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ამიტომ ომი აღარ არის ის, რაც წინათაობებისთვის რაღაცა იმ სიბძაფრის რაც წინათაობებისთვის იყო. და ეს ჩანს პოლიტიკურ რიტორიკაში. თვითონ რუსი ექსპერტებიც უკვე ღიად საუბრობენ ბირთვულ ომზე და აი რა ესე რა ქვია, ეგ ისეთი არ არის, ეგ ჩვენი მითი იყო, რომ თუკი ჩვენ დავარტყით ბერლინს, ამერიკა მაგის გამო მე დაიწყებს მესამე მსოფლიო ომს, არ დაიწყებს მესამე მსოფლიო ომს და უკვე აი ეგეთი რიტორიკის შემოსვლა რომ მერე რა რომ შეიძლება კი რაღაცა ბირთვული იარაღი დავარტყოთ, მაგრამ მერე რა აი ესეთი ლაპარაკები, რიტორიკა ეს უკვე ცვლის ზოგადად მენტალობას. არასდროს რიტორიკა არ არის ნეიტრალური, რიტორიკა ყოველთვის საბოლოო ჯამში ცვლის პოლიტიკურ აზროვნების ფორმებს. მაპატიე, ტაქტიკურ ატომურ იარაღს უყურებენ ისე, თითქოს იყოს ჩვეულებრივი რიგითი ბალისტიკური რაკეტა. როგორიც ის არის შეცვლილია ცნობიერება. ცნობიერება ძალიან მაგრა არის შეცვლილი. ჩვენ ხედავთ რომ უკვე სამყარო არის სხვა რიტორიკაზე გადასული. და ჩვენ ხედავთ იმას რომ მე ეხლა ესე იგი რუს ექსპერტებს და პოლიტიკოსებს რაც უყურე ძალიან გაუცებული დავში, იმიტომ რომ ხო თითქოს უნდა წყენოდათ ეს ვენესუელას ამბავი. პირიქით რაღაცნაირად აი ფარული სიხარული და ის რომ აი ყოჩახ ამერიკელებს აი ჩვენც უნდა დავამტკიცოთ ჯერ აი დუგინის მაგალითად ინტერვიუ იყო. აი ყოჩათ, მაგრამ ჩვენ თუნმე მარტო ბირთვული იარაღი არა საკმარისი, აი ჩვენ დრო ჩავიყვანთ ზელენსკის და კიდე სხვა პოლიტიკოსებს მოსკოვში და იქ სამარცხვინო იმაზე გამოვაკრავთ. ეგ ზოგადად რომელი პერიოდის ის არის, როდესაც ლიდერი ჩახავდა საკუთარ იმაში დედაქალაქში ან ქალაქში, ეს იყო ძველი რომაული ტრადიცია, როდესაც დამარცხებული ლიდერი შენ ტრიუმფალური თაღი აღარ არის, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში, მაგრამ დაახლოებით ეგეთი ამ არქაიზმი გააცოცხლეს, ანუ რაც ცოტა ისეთი იმედია მოედანზე არ გაგუდავენ, როგორც ძველ რომში ხდებოდა მადუროს. ხო და აი ესეთი რიტორიკა ზოგადად და ესეთი პოლიტიკური ცვლილებები, რაც დემონსტრირებაც მოხდა. ამას რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური ნიშანის ჰქონდა, რომ ამერიკამ სხვებს უთხრა, რომ ეს არის ჩემი ნახევარსფერო. მაგრამ ნახევარსფეროების ლოგიკაც ხო ეს არის, რომ ყველა მერე ამბობს, რომ ეგ ჩემი ნახევარსფერო. რუსებმა ესე გაიგეს ეს. რუსებმა გაიგეს, რომ თუ ამერიკელების ნახევარსფერო არის, ეს ჩვენ თქვა ჩვენი საერთო ინტერესების სივრცე და სამწუხაროდ ამ საერთო ინტერესებში კავკასიაც შედის. ჩვენ და სამწუხაროდ ესე შედის და ის რომ ეხლა მომავალში დღეს საქართველოს არ არის ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ მომავალში რომ რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ იფიქროს ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, ჩვენარი პატარა სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერების გატაცებაზე და მსგავსი ზეწოლებზე ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი არის. როგორც წესი თუ დააკვირდებით რუსეთი არის გამეორებელი სახელმწიფო. აკეთებს დასავლეთი რაღაცას, რუსეთი იმეორებს. ესე იგი აცხადებს კოსოვოს დამოუკიდებლობას დასავლეთი, რუსეთი იმეორებს და აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. შედის შეერთებული შტატები ერაყში და სხვა ესეთ ქვეყანაში, ისაც რაღაცა ამართლებს საკუთარ სამხედრო ექსპანსიას მსგავსი რაღაცეებით. ხო? შესაბამისად, მე მგონია რომ ამით უბრალოდ რუსეთს მიეცა ლეგიტიმაცია იმის რომ საკუთარი რაღაცა მუქარა მაინც განახორციელოს და თქვას რომ მეც მაქვს ამის უფლება, ხო? სხვათა შორის ტანკერზე დიდი ამბავი არ აუტეხია და ეს ამერიკელებმაც ისკნეს რა, შეხვედრე ნაბიჯი გადადგეს, ის ორი ეს ეკიპაჟის წევრი დაუბრუნეს, წარმოიდგინე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ
მოკლედ აქ დემონსტრირება ხდება იმის, რომ ნუ კი შეიძლება ეგეთ დაძაბულობა ქონდეს, მაგრამ მოლაპარაკებების საკითხია გავლენების ზოლომების გადანაწილება. ეს არ არის მარტო რაღაცა. კი შეიძლება მსლად ისე როგორც შენ გინდა ისე ვერ გადაინაწილო და პრობლემები შეხვდეს უფრო მეტი ვიდრე შენ გეგონა, მაგრამ ნუ მაინც მოლაპარაკებების საკითხია და არ არის ის სამყარო როგორც იყო. და ეს თავისთავად ქმნის სოციალურ ცვლილებებსაც. ეხლა სოციალური ცვლილებები რა არის? რუსეთში ძალიან საინტერესო კანონი მიიღეს, პუტინმა ხელი მოაწერა, რომ მას შეუძლია ესე იგი გადახედოს 90-იან წლების პრივატიზაციას. ეხლა ახანს მიიღეს ეს კანონი. 90-იან წლების პრიორიტეტი და განსაკუთრებით საუბარი იყო არა საწარმოებზე, არამედ მიწებზე. მიწებზე არის საუბარი. მაშინ პრივატიზაცია მოხდა ყველასი და ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად რას? ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის სისტემა, რაც ცივი ომის შემდეგ სრულდება, აბსოლუტურად დაინგრა და ჩვენ ვხედავთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენას, რომ ეგ საერთაშორისო სამართლარი ჩამოიშალა. ეხლა ჩვენ შეიძლება აი როგორც ერთა ლიგა თავის დროზე ამოწურა საკუთარი რაღაცა რესურსი და ერთა ლიგის რესურსი რა იყო? ერთა ლიგის მიზანი რა იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის აღარ გამეორებულიყო, ხო? ნუ ის მან ვერ შეასრულა ეს მიზანი. გაეროს მიზანი რა იყო, რომ მეორე მსოფლიო ომი არ გამეორებულიყო. მერე უკვე რაღაცა წესრიგი, დემოკრატიული წესრიგი, მერე ტრანსფორმაციის პროცესში დემოკრატიული წესრიგი გარდაქმნილიყო. დღეს უკვე ეს არის აბსოლუტურად ფორმალური ორგანიზაცია, რომელსაც არც შეერთებული შტატები არ წემს პატივს, ღიად არ წემს პატივს და ჩვენ ხედავთ ყველა ის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აქამდე რაღაცა ძველ წესრიგს გამოხატავდა, ყველგან აი იგივე ვენეციის კომისიიდან გავიდა შეერთებული შტატები, იგივე აი ესეთი ორგანიზაციებს ძალიან აგდებულად უყურებს. და ეს ნიშნავს იმას, რომ აღარავინ აღარ დაგიწყებს შენ იმაზე საუბარს, რომ შენთა დემოკრატია შემომაქვს. კი, შენ დაგიწყებენ აბსოლუტურად სხვა ენაზე საუბარს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვეტყვიან, რომ აიგა ჩვენი ინტერესები, არ გაატარებთ ჩვენ ინტერესებს, მაშინ მიიღებთ ესე იგი შესაბამის პასუხს. და შესაბამისი პასუხი არ იქნება მხოლოდ რაღაცა რიტორიკა. ეს იქნება ძალაზე ორიენტირებული. მე მაქვს ძალა და ვაკეთებ ამას და ვიღაცებს არ აქვთ ამის ძალა და ვერ აკეთებენ ამას. ძალის ესთეტიზაცია დაწყებული არის და მე როგორც ვაკვირდები ზოგადად საზოგადოებაში მოთხოვნა ძალის, როგორც ვთქვი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეგ ძალის ესთეტიზირება გარკვეულწილად ცოტა შემსუბუქებული იყო, მოჭერილი იყო სხვა კულტურული და მეხსიერების ელემენტებით, ეს მთლიანად მოიშალა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდობა იქნება თუ ძველგაზრდობა ყველა საკმაოდ სიმპათიებით უყურებს აი ამ საკითხს და უნდა ითქვას, რომ შემდეგ გასაკვირვად და პრინციპში არც მიკვირს ეს ამის წინააღმდეგები წავდნენ ვინ? ევროპელი მემარჯვენეები, ლეპენი და მსგავსი ლიდერები, რომლებიც საუბრობენ, რომელსაც დაგმეს ვენესუელას ამბები და აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხდება. ჩვენ ხო ესე იგი ევროპელი მემარჯვენეებისგან ესე იგი მოველით, რომ რაღაცნაირად ნაციონალიზმის ეროვნული სახელმწიფოების იდეა უნდა წამოვიდეს. თუ ეროვნული სახელმწიფოების იდეა უნდა წამოვიდეს, მაშინ რაღაც ძველი წესრიგისთვის იბრძვი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა, იმ ძველი წესრიგისთვის ესე იგი იბრძვიან და სურთ ამ ძველი წესრიგის ტრამპის მხარდაჭერებად არ იყვნენ წარმოდგენილი ფაქტობრივად. და აღმოჩნდა ძალიან მარტივი რაღაცა, რომ და ეგ მემარჯვენეებმა ძალიან სწორად გაცნობიერეს, რომ თუ ესე ძალის პოზიციები, ძალის ენა აქ შემოდის, ევროპელებს არ აქვთ ენა, ჩვენ არ აგვაქვს ძალა უფრო სწორად და შესაბამისად ჩვენ ვერ დავიწყებთ იგივე ენით საუბარს, რა ენითაც დაიწყებს ზესახელმწიფოები. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით არ გვჭირდება ეგეთი ენის შემოტანა, ეგეთი რამ, ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ სანამდე ეს იქნება. მე უბრალოდ მგონია, რომ სამდე ევროპა თამაშობს აი ამ ლიბერალობას და სამდე უწევს აი ამ ლიბერალობის თამაშს, ეს ერთი მხრივ ჩვენთვის კარგია და მეორე მხრივ ცუდი არის.
ცუდი არის, იმიტომ რომ ეგ ზეწოლა და რაღაცა პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ კარგი არის ის, რომ ესე პირდაპირი მუქარები და პირდაპირი რაღაც ესეთი მოთხოვნების სახი არ აქვთ მათ ქმედებებს. იმიტომ რომ ჯერ ინარჩუნებენ რაღაც ესე მდგომარეობას, ძალაც არ აქვთ, ეგაც უნდა აღინიშნოს, მაგრამ ის რომ ახლა გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა დაიწყოს მილიტარიზაცია და უნდა გახდეს ევროპის ფარი, ესე ვთქვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან გერმანიას დაიწყებს იგივე ενაზე საუბარს. და ევროპელები ზოგადად დაიწყებენ იგივე ენაზე საუბარს. თუმცა შტაინმაიერის განსხვავებით მერც ცოტა სხვა პოზიციაზე იყო რა ამ ბოლო პერიოდში. კი, აქ კლასიკური შიდა კონფლიქტი არის და ყველა ხვდება, რომ ძალიან არაპოპულარული არის ზოგადად ეგ საკითხი ევროპაში, იმიტომ რომ ევროპა კარგავს კეთილდღეობის დიდ ნაწილს, საკუთარი კეთილდღეობის დიდ ნაწილს, მილიტარიზაცია არ არის უფასო, რა, მილიტარიზაცია სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი, არა მარტო ეკონომიკური და ფინანსური, არამედ ადამიანური რესურსი და ეს უკვე სხვა რეალობაა. ეს უკვე სხვა რეალობას ქმნის ევროპაში და ეს უკვე იმ პროექტს, რა პროექტის ევროკავშირის ჰქონდა, უკვე უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ თუ ეს არის მილიტარისტული რაღაცა, ძესახელმწიფოთ უნდა გარდაიქმნას, რომელიც სხვა ძესახელმწიფოებისგან იცავს ევროპას, მაშინ მინიმუმ ძალაუფლების კონსოლიდაცია და სამხედრო ძალაუფლების განსაკუთრების კონსოლიდაცია აუცილებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში და ეგ ბუნებრივია, ეგ მიდის ერთი ლოგიკისკენ, რომ ევროკავშირი საბოლოოდ უნდა გადაიქცეს ორ-სამ სახელმწიფოს იმპერიად. ის ვერ იქნება იმათ, რაც ეხლა არის. სამი სახელმწიფო, ორი ზუსტად ვიცით ვინც არის, გერმანია და საფრანგეთი. და მესამე ნახოთ, თუ იტალიას აქვს ამის რესურსი ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს, ეს კიდე საკითხავია. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის უკვე არა ბევრი ქვეყნების ერთობლიობა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნული ინტერესები აქვს, არამედ ეს არის იმ ქვეყნების დომინაცია, რომელსაც ყველაზე დიდი რესურსი აქვს თავდაცვის და სამხედრო თვალსაზრისით. ეხლა ეგ რა ხდება? ეს იმიტომ ხდება, რომ ესე იგი ევროპა თავის ისტორიის განმავლობაში, მოხლის ისტორიის განმავლობაში მას მიაჩნდა, რომ მისი გაფართოება მოხდებოდა სხვისი თავდაცვის ხარჯზე. საუბარია ნატოს თავდაცვაზე. და ხო ისმის შემეხმა. კი. ხო, მცირე წვეტა ქონდა პატრიციულ მაყურებელო, გვაპატიეთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. განაგრძენ უკვე. კი ბატონო, ხო, რაღაც ხეს გვიშლიან ესე ვთქვათ. ხეს გვიშლიან, დრები ყავს, დრები. მოკლედ, რო ვთქვათ ეს ევროკავშირის თვითონ გარდაქმნაც ალბათ გარდაუვალი არის. იმ სახით, რა სახითაც ევროკავშირი დღეს არის, იმ სახით ვერ დარჩება. ეხლა რაღაც ახალ სისტემაში შევდივართ. ეს ახალი სისტემა არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან და უკვე ჩანს მისი ფორმები. მოდით აი პატარა ისტორიულ რაღაც რაკურსს გავავლებ. პირველი ეს ფედერალისტები იყვნენ ამერიკაში თუ დამფუძნებელი მამები. მათი საფიქრებელი დემოკრატიის დროს იყო ის, რომ რაღაცნაირად შეეზღუდათ უმრავლესობის მმართველობა. იქ რაღაც შტატების სისტემა შემოიტანეს, არჩევნების სხვადასხვანაირი სისტემა შემოიტანეს. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არსებობდა აი ეს უმრავლესობის საკითხი, როგორც გადამწყვეტი საკითხი. და უკვე 20 პირველი ომის შემდეგ ამერიკაში დაიწყო ესე იგი ამერიკაში დაიწყო ბერნეისი ეგეთი იყო ესეთი პროპაგანდის მამათი თვლება. სადაც მიხვდა რომ პროპაგანდა მარტო ომში კი არა, მშვიდობიან მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენო, ხო? და იქ პირველი რაღაცა მალბოროს რეკლამასაც ქალი ეწევა, ხო? ეს პირველი მისი
მისი პროექტი იყო, როდესაც ქალების დამოუკიდებლობის დღეს, მოკლედ Marlboro-ს ის იყო, კომპანია იყო, რომელმაც კვლევა ჩაატარა, რომ ნახევარი მოსახლეობის არ ეწევა სიგარეტს, იმიტომ რომ მაშინ ითვლებოდა, რომ ქალი სიგარეტს თუ იწევა, იყო ცუდი ტონი და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში რა გააკეთა, შეუკვეთეს მის კომპანიას, მისმა კომპანიამ გააკეთა ისე, რომ დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდნენ დაქირავებული ფემინისტი ქალები, რომლებიც რაღაცნაირად გაშიშვლდნენ და სიგარეტი მოწიეს. ყველამ რა თქმა უნდა გადაიღო ეს და ცოტა ხანში გავრცელდა ესეთი წარმოდგენა, რომ სიგარეტს თუ ქალი ეწევა, არის ესე იგი სექსუალური ქალი ესეთი და ორჯერ გაიზარდა სიგარეტის გაყიდვა მის შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, დაიწყო საზოგადოებრივი აზრის კონტროლის საშუალებების განვითარება, ფსიქოლოგიური, კოგნიტური და ასე შემდეგ. და ეს იქამდე მივიდა, ლიპმანი იყო კიდე სხვა ესეთი ისე იქამდე მივიდა, რომ გაჩნდა ის მედია, რომელიც მუდამ 24 საათიან რაღაც გარკვეულწილად პროპაგანდას აწარმოებდა და ღირებულებას თანხმობას აწარმოებდა. ეს არ არის მარტო ამერიკის მაგალითი, ყველგან ეგრე იყო საბოლოო ჯამში. ზოგს უფრო დახვეწილი ეს უნარები ქონდა, ზოგს არ ქონდა ეს დახვეწილი უნარები და ნათელი გახდა, რომ უმრავლესობის მართვა თუნდაც შესაძლებელი არის, როდესაც გაქვს საინფორმაციო რესურსები და ფინანსური რესურსები. ამის მართვაში შეიძლება იმის მიუხედავად, რომ კი რაღაც წინააღმდეგობა და ყოველთვის გაუთვალისწინებელი რაღაც მომენტები ხდება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კონტროლი ძალიან ესეთი უკვე დახვეწილი იყო და დემოკრატია აღარ იყო ისეთი საშიში ელიტებისთვის, როგორც ეს იყო აქამდე. რამაც პრინციპში აი ეს სამყარო, რა სამყაროში ჩვენ აქამდე ცხოვრობდით, რაც მოგწონდა ეს სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ, აი ეს სისტემა ჩამოაყალიბა. და ეს სისტემა ჩამოაყალიბდა იმ გაგებით, რომ უკვე არსებობდა მექანიზმი, სადაც შენ სიტყვის თავისუფლება შეგელო თან ქონოდა თან კიდე შენი აზრები ყოფილიყო გარკვეულწილად რაღაც ჩარჩოში მოთავსებული და იმ ჩარჩოს აღარ ესე იგი ცილდებოდა. იყვნენ რა თქმა უნდა მარგინალებიც, არსებობდა მარგინალიზაციის კომპონენტი და ასე შემდეგ. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა სისტემას შეექმნა, როდესაც გაჩნდა სოციალური მედია და უცბად გაჩნდნენ ისეთი ჯგუფები და ისეთი საინფორმაციო ჯგუფები სატელევიზიო არა ინტერნეტ სივრცეებში და სოციალურ მედიაში, რომლებიც მეინსტრიმისამზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილები და დაიწყო ეგრეთ წოდებული კონსერვატიული რევოლუცია. სწორედ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კონსერვატიული შემოbrunება არა გლეხებმა, არა რაღაცა მიწიდან კი არ დაიწყო, არა არისტოკრატიამ და ასე შემდეგ, დაიწყეს სოციალური სივრცეებიდან კიბერ კონსერვატიული შემოbrunება იყო. სოციალური სივრცეებიდან ადამიანებმა დაიწყეს და რომ არა ეგ სოციალური სივრცე, ალბათ ყველა ხვდებით, ტრამპი პირველთაც ვერ გახდებოდა პრეზიდენტი და მეორეთაც ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. აი სწორედ ამ სოციალურმა სივრცეებმა აჩვენა, რომ შეიძლება ამ არსებული დემოკრატიული პარადიგმის, სადაც კი თითქოს უმრავლესობა მართავს, მაგრამ უმრავლესობის აზრი იწარმოება უკვე ჩვენს მიერ, ხო? აღმოჩნდა, რომ ეს უმრავლესობის აზრის წარმოების საშუალებები ვიღაცა ისეთმა ჯგუფებმა აიღეს ხელში, რომლებიც მათთვის ცოტა საშიში იყო. ამიტომ იყო, რომ პირველი პრეზიდენტობის შემდეგ ტრამპი თითქმის ყველა შეეცადა თითქმის ყველა სოციალურ მედიიდან დაებლოკა, სივრციდან დაებლოკა, იქ ტვიტერმა დაბლოკა, იქ ფეისბუქის ბლოკავდა და ასე შემდეგ, გვახსოვს ეგ მომენტი. ამის მიუხედავად პრობლემა ის არის, რომ შეგიძლია მართო 30 ტელევიზია. ამის მართო შეგიძლია, მაგრამ სოციალური მედია მაინც გამონახავს თავის რაღაცა საშუალებებს, რომ შენი კონტროლიდან გასხდეს, ესე ვთქვათ. ამიტომაც ტრამპი მეორედ მოვიდა ხელისუფლებაში. არა მარტო ტრამპი, არამედ მოძლიერდნენ მემარჯვენე ძალები ყველგან და მემარჯვენეების რევოლუცია დაიწყო არა ქუჩაში, არამედ სწორედ დაიწყო ინტერნეტ და კიბერსივრცეიდან. ამან გამოიწვია ერთი რაღაცა, ამან გამოიწვია ის, რომ ის ძველი ლიბერალური მეთოდი ადამიანების მართვის ლიბერალური მეთოდი, ხო, მოიშალა. რა იყო ლიბერალური მეთოდი? შენ თუ ამბობდი რაღაცა ლიბერალური ჭეშმარიტება, შენ ჯილდოვდებოდი. შენ თუ მისი საწინააღმდეგო რაღაცას ამბობდი, ორი გზა იყო. ერთი იყო ის, რომ ეგზოტიკური
მაგრამ ისეთი ტიპი ყოფილიყავი, რომელიცაც აი სლავე ჟიჟეკის მსგავსი ტიპი ყოფილიყავი, რომელსაც გაგაპიარებდნენ, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლიდი ცხოვრებაში რა. პოლიტიკურ სისტემაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდი, საზოგადოებრივ აზრზეც დიდ გავლენას ვერ მოახდენდი, უბრალოდ საინტერესო განსხვავებულ აზრს იტყოდი და მორჩე გათავდა. მაგრამ უცბად გაჩნდა ის ადამიანები, რომლებიცაც შეიძლება უკვე საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა. და რა გააკეთა ამ ლიბერალურმა სივრცემ? დაიწყო მასობრივი ეს იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც მოშლა დაიწყო. შემდეგ უკვე მეორე ტალღა და ეს მეორე მომიტევით პატუცემულო ტელემაყურებლებო, ინტერნეტ მაყურებელებო, მსმენელებო. ძალიან გსურს მე და ნუკრის რომ ეს სტრიმი დავამთავროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე ვსაუბრობთ და შემომიესწრება ახლა ნუკრი უბრალოდ ცირეოდენი პაუზა, ფუტრის გიხდით კიდევ ერთხელ. კიდე გვებძვიან ესე ვთქვათ. გვებძვიან, გისმენ ნუკრი. და შემდეგ უკვე როდესაც ეს ტრამპმა ეს მართვის ფორმები მოშალა, ლიბერალური შეთანხმების ფორმები მოშალა, მას უნდა შეეთავაზებინა ახალი რაღაც. ეს ახალი რაღაცა ამ ეტაპზე შეთავაზება. რაც არის ის რომ მე ვარ იმპერატორი, ესე ვთქვათ, იმპერატორი შეიძლება იმპერატორი არ ვქნა, მაგრამ იმპერატორისავით ვიქცევი და იმპერატორი ეს ლეგიტიმაცია ყოველთვის ეგ უნდა ვიცოდეთ, იყო რომს გულისხმობს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. მას უნდა ჩაეტარებინა რაღაც კოლიზეუმში რაღაცა. კოლიზეუმი არ იყო თამაშები სიამდვილეში, კოლიზეუმი იყო რიტუალი სიამდვილეში. ეს არ იყო როგორც ჩვენა სპორტია. რა თქმა უნდა, შინაარსობრივად არბათეცე იყო, მაგრამ ეს იყო რელიგიური შესასწავლი, რომელიც ღმერთების ხერხშეწირვა იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალის კულტი არის ახალი უკვე მართვის ელემენტი და რაც თავარია. თუ დააკვირდები როგორც ტრამპი, როგორც მედიუმი, როგორც მედიის და წამოსული ერთ-ერთი ეს ადამიანი, ბიზნესი და მედია, მას პოლიტიკა ესმის როგორც რეკლამა. როგორც კარგი, შეფოთული რეკლამა. ეს ვენესუელას ამბავიც იყო კარგი რეკლამა. კარგი რეკლამა იყო. და აღმოჩნდა რომ ერთი მხრივ აი რეკლამის და მემეების ეპოქაში, სადაც TikTok-ის ეპოქაში, სადაც მოკლე აზროვნება არის და ეს ეგრეთ წოდებული კარწინკა, ხო? სურათი, ესე ვთქვა. ყველაფერს თამაშობს. პოლიტიკოსი თუ უფრო ლამაზ და ესთეტიკურ ამ სურათს შემოგთავაზებს, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვადასხვა ესეთი ინსტიტუტის მიერ წარმოებული თანხმობა. და ეს იგი რას ნიშნავს? შენ თუ ეგეთ გზას ირჩევ, აუცილებლად შემდეგი სფერო არის ის, რომ შენ უნდა შემოიტანო საკრალურობის დიდი ნაწილი, რომელიც ამ ძალადობაზე იქნება აგებული. საკრალურობის დიდი ნაწილი. ეს საკრალურობის ზოგადად ძალადობა და საკრალურობა ერთმანეთთან იყო ისტორიულად დაკავშირებული, ხო? და ყოველთვის ეგ ომები, სხვადასხვა ომების წმინდა ომის სახელით იყო ცნობილი და ასე შემდეგ. ანუ ძალადობას ყოველთვის მოუყვებოდა ეგ გასაკრალურება ამ ძალადობის. და ჩვენ ესე იგი ვაკვირდებით, რომ რატომ ხდებოდა? იმიტომ რომ ამ საკრალურობის ირგვლივ ერთიანდება საზოგადოება. ის საზოგადოება ერთიანდება, რომელსაც აქამდე გამაერთიანებელი ნიშნები არ ჰქონდა. თუ კი აქამდე იყო ლიბერალური რაღაცა თანხმობის წარმოება, ხო? რაღაც ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ შუა ამერიკაში ჟურნალისტ ქალს კლავენ, როგორ კლავენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა და პრეზიდენტი ამბობს, რომ ღირსი იყო ეს. და ამბობს ის, რომ იმ ლოგიკიდან, რომ ძალადობა იმდენად საკრალური გახდა, რომ მე რა შენი უფლებები, თუ კი აქამდე შენი უფლებები იყო თავარი, ძალადობა იყო უფრო ქვემოთ წამოსული და
ემორჩილებოდა უფლებებს, ხო? ეხლა პირიქით, ეხლა ამას რომ ძალადობა, ძალაუფლება არის პირველადი, შენი უფლებები და ყველაფერი არის უკვე მეორადი. აი ეს ახალი სამყარო, ეს არის პრინციპში გონების არქაიზაცია. ჩვენ არ მივდივართ წინ, ჩვენ ბრუნდებით უკან. იქამდე იმ სამყაროში ბრუნდებით, რაც მეორე სოფლიო ომამდე იყო. იმ სამყაროში ბრუნდებით, სადაც ჯერ კიდევ ის სისხლი არ ამძიმებს ადამიანებს. მეორე სოფლიო ომის სისხლმა დაამძიმა ეს ადამიანები. ამის გარდა ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ღიად პირდაპირ ეთერში თურმე გენოციდის მოწყობა ისე შეგილია, ღაზა სექტორს გულისხმობ, რომ არც არაფერი არ მოყვება ამას რა, რა უნდა მოყვეს? აბა რამე გააკეთეთ. აბა გააკეთებ შეგიძლიათ, არ შეგიძლიათ, მაშინ გაჩვენდით. თორე თქვენს მარტივად მაშინ გაჩვენდით. ან თქვენთანაც მოვა ეს ძალადობა, რომელსაც თქვენ ებრძვით. ეს არ არის უკვე. ანუ ლიბერალურ ეპოქაში ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ძალადობასთან მიმართებაში შეგვიძლია მორალური პოზიციებიდან აი დიდსულოვნად ისე რაღაც აბრძოლება, რომ ამ ძალადობა ვერ გაბედოს შენ წინააღმდეგ. თუ გაბედავს, ამ ძალადობას ისეთ მუშ ჩავწხებთ თავში, რომ ჭკუაზე მოვა. ეს არ მარტო შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირში იგივე იყო. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირმა გამოიყენა ძალა 9 აპრილს, მას მოყვა მაგალითად ამის შედეგი, ხო? ცხვირპრიში მოხდა. ეგ ძალა ამ ძალადობებმა შედეგი კი არ გამოიღო, უკვე შედეგი გამოიღო. ჩვენ ახლა ვხედავთ ისეთ ძალადობებს, რომელსაც შედეგი მოყვება. ანუ ის მიუხედავად, რომ წარმოვიდგინეთ, ეგეთი ლიდერები რო ყოფილიყვნენ, ეხლა როგორც არიან. პუტინი რო ყოფილიყო გორბაჩოვის მაგირად 9 აპრილზე არ იტყოდა, რომ ეგ რა საშინელება მოხდა. ღირსები ხართ და მაგიტომაც მოხდა. ეგეთი ის იქნებოდა, პასუხი იქნებოდა. და აბა მიდით თუ ძალა გაქვს, აბა მიდით რამე დამიპირისპირეთ. და მაშინ ეგ აზროვნება არ იყო. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ახალი განათლების სისტემა, ახალი ეს კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვიცხოვრეთ და ცხოვრობთ, გამოიწვია იმდენი ფსიქოლოგიური და სულიერი ტრავმა საზოგადოებაში, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქიური აშლილობების დონე ყველა მეტნაკლებად განვითარებულ და არაგანვითარებულ სახელმწიფოებშიც გაიზარდა. მაგალითად საქართველოში მე მყავდა ერთი ესე იგი ფსიქოლოგი, რომელმაც მითხრა სტატისტიკურად ყოველი მესამე ქართველ სტუდენტს აქვს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური დაავადება. პრობლემა, უბრალოდ დაავადება არა, პრობლემა. ანუ თვითონ ის სივრცე ეს ადამიანის გადაქცევა ჰომო ეკონომიუსტად, ხო? და ჩამოშორება მთლიანად კულტურას. აი თქვენ თავზე ალბათ უფრო გამოცდით, ემიგრაციაში წახვედით, მუშაობდით, ალბათ დრო ნაკლები გრჩებოდათ რაღაც თვითგანვითარებისთვის, რაღაც კულტურული ცხოვრებისთვის, კინოს ნახვისთვის, იმდენად ცირე იყო ეს დრო, რომ გამოიწვია რაღაც ფუნდამენტურ რაღაცებში შიმშილი გამოიწვია. იმ ადამიანისთვის, რომელიც სულ სხვა კულტურულ სივრცეში დაიბადა და სადაც კი შეიძლება იმდენი შემოსავალი არ ქონდათ, რაც შეერთებულ შტატებში იყო, მაგრამ სამაგიეროდ კულტურა იყო ჭარბად, კინოები იყო, ფეხბურთი იყო, სხვა რაღაცა იყო, ხო? ზუსტად აღნიშნე. და აღმოჩნდა, რომ იმდენად გადაგვაქციეს, აი კაპიტალებს აქვს დადებითი მომენტი, სიმდიდრეს აწარმოებს არ ნახავს. მაგრამ აწარმოებს სიღარიბესაც ეს ერთი, მეორე მხრივ, სხვა იმასი. და აწარმოებს მთელ რიგ ისეთ სფეროს, სადაც ანუ ადამიანი არ არის ერთგანზომილებიანი, ადამიანს არ შეუძლია მარტო ეკონომიკური ცხოვრებით ცხოვრება. არ შეუძლია, ეგეთი არის არსება. ყველას არ შეუძლია, უმრავლესობას არ შეუძლია ეს რა. მას სჭირდება ისა კულტურული არსება, მას სჭირდება კულტურული და სული რას ნიშნავს, რომ ჩვენ სჭირდება რაღაც საზრისის პოვნა საკუთარ თავში და ამოჩნდა, რომ ესე იგი 30 წელი ჩვენი საზრისი იყო, რომ რაღაცნაირად გადარჩენილი ყავით და ესე რა ქვია გაგვეტანა თავი, გაიგეთ და ხან ემიგრაციაში მივდიოდით, ხან რაღაცას ვეჭიდებოდით, ხან დრო არ რჩებოდა არც განვითარებისთვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის, არც საკუთარი თავის შეცნობისთვის და საშინელი ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია ამან საზოგადოებაში. ეგ შეიძლება იმ ადამიანებს, თქვენი თავობის წარმომადგენლებს და კიდევ სხვა რომელმაც შეეწყვეტენ სხვა რიტმს, ცხოვრების რიტმს, რომელიც შეეწყვეტენ ისინი უფრო დაცულები გახდნენ, მაგრამ
ის თაობა, რომელიც ამას ვერ შეესწრო და არ აქვს დამაბალანსებული მომენტი, იმ თაობას ჩვენ ხედავთ, რომ არ ყოფილა ამდენი პრობლემა, ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემა, როგორც დღეს არის. და იმის მიუხედავად, რომ ბევრი ამბობს ეს კვლევები იყო დამავიწყდა იმის ავტორი, ვის დაწერა ეს, რომ ყველა განვითარებულ სახელმწიფოებში ადამიანებს მიაჩნიათ უფრო თავი უფრო იმედის ინდექსი იყო, იმედ დაკარგულად უფრო მეტად. რატომ მომავლის ისეთი იმედი არ აქვს, როგორც ადრე ქონდათ. და ეს რატომ ხდება? ეს იმიტომ ხდება, რომ შექმნით რაღაცნაირად სტერილური სიამოვნებაში, სტერილური სივრცე, სადაც ადამიანის რეალიზაციის საშუალებები დაკავშირებულია მხოლოდ ბაზართან. და თვითონ ეს ბაზრის ლოგიკაც მე განა ბაზარს უარყოფ და ესე იგი რაღაც კომუნისტური პოზიციიდან კი არ ვამბობ ამას. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ცხოვრება და ზოგადად კულტურული ცხოვრება მოითხოვს ხარჯვას. და რადგან ხარჯვა არ არის ეფექტური ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ იღებ ხო იმდეს. კაპიტალისტური ლოგიკა გეუბნება, რომ მოდი არ დავხარჯოთ ეს და აღარიბებ იმ კულტურულ ცხოვრებას, რომელიც უზრუნველყოფს შენ სულიერ სიჯანსაღებს. ბოლო თვითონ იმასაც შეხვდათ ლიბერალებების ერთ-ერთი კიდე ესეთი მომენტი იყო, რომ რატომღაც ყველაფერს შეხედეს როგორც ინჟინერიას. მათ შორის ჰოლივუდს შეხედეს როგორც ინჟინერიას, ხო? და იმის ნაცვლად, რომ კულტურული ისინი, რა ქვია, შედევრები შექმნილი იყო კინოების სახით, შექმნას ისეთი პროდუქცია იქნებოდა, სადაც რა ვიცი, აი ხუმრობაც რომ არის, რომ ყველა ფილმში რაღაც ცალფეხა შავკანიანი ტრანსი ვიცი, ადამიანი უნდა ყოფილიყო, რაღაც ეგეთი ის ხომ არის? კვოტები იყო, მართლა იყო ეგ. ხო და ეს არ არის ხელოვნება. ეს არის ინჟინერია და ინჟინერიაში ანუ მე მესმის რომ რაღაცნაირი ინჟინერია აუცილებელია. მაგალითად, ჩვენ თუ ყავს ეხლა მე მგონია ინჟინერიას აქვს ორი მიმართულება. მაგალითად, მე ესეთ ინჟინერიას ჩავადარებდი. ჩვენ თუ ეხლა ყავს ადამიანები, რომლებიც ვერ იგებენ თხა და გიგოს, ხო? შემდეგი თაობა უნდა იყოს ის, რომელიც გაიგებს ამ თხა და გიგოს, რო წაიკითხავს. ხო, ბოლოს წინა ადგილზე ვართ, მე მგონი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაზე. თუ ეს ამას უწოდებთ ინჟინერიას, მე იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი იყოს რაღაცნაირად შემოქმედებითად ორიენტირებული და განათლების სისტემა ამაზე ავაგოთ. თუ ესაა ინჟინერია, მაგრამ მათ ამაზე არ ააგეს ინჟინერი. მათ თქოს რომ აი ლიბერალიზმის წახალისება აი ესე უნდა მოხდეს რა. და არ ხდება ეს, ვერ ხდება. იმიტომ რომ ნუ ანთროპოლოგიური განსხვავებები ჩდება. ყველა ლიბერალი ვერ იქნება. ყველა ვერ იქნება სოციალისტი, ყველა ვერ იქნება კონსერვატორი, ყველა ვერ იქნება, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ესთეტიური და მორალური განსხვავებები, არა ვარ ერთფეროვნები რა. ეს განსხვავება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იწვევს ეს რაღაცნაირად ბუნდს იწვევს ადამიანის რა. და აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ ჩვენ შემოგთავაზეს ლიბერალიზმის წინააღმდეგ დიდი ბუნტი, რომელიც ჩავარდეთ, იმიტომ რომ შიმშილობდით, ინტელექტუალურად შიმშილობდით, კულტურულად შიმშილობდით, ცხოვრების სივრცეებიდან გაქრა მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ ამის პარალელურად მოახდინეს პოლიტიკის არქაიზაცია. და ძალიან აი ის არის, პრედატორი არის, არნოლდ შვარცენეგერი თამაშობს, ძველი ფილმი არის. იქ არის აი ეს თვითონ პრედატორის პრედატორი ვინა, ეს არის ძალიან არქაული არსება, მონადირე, რომელსაც აქვს მაღალი ტექნოლოგიები. ანუ ის იყენებს მაღალ ტექნოლოგიებს, განვითარებულ ტექნოლოგიებს, მაგრამ მისი ცნობიერება რჩება არქაულად. აი რაღაც ეგეთი სახის ადამიანი ჩდება ეხლა, რომელიც უბრუნდება კიბერარქაიკას და კიბერარქაიკას რატომ? იმიტომ რომ YouTube-ში ვხედავ, TikTok-ზე ვხედავ, რომ ეს არქაიკული დისკურსი, არქაიკული ესთეტიკა კარწინკა, როგორც ვამბობ, არქაიკული კარწინკა შემოდის ყოველდღიურობაში. და მყარდება ყოველდღიურობაში. ოღონდ საინტერესოა, რომ ეს არქაიკა, რომელიც აქამდე რაღაცა ხეებზე ეხატა, ქვებზე იყო გამოსახული, ეხლა შემოდის ეს აბსოლუტურად ტექნოლოგიების საშუალებით. და ტექნოლოგია, რომელიც იდეაში სამეცნიერო, რაციონალური სივრცე უნდა ყოფილიყო, ხდება აბსოლუტურად მისი საწინააღმდეგო რამ. და ეს იმხელა ერორი იყო თვითონ ლიბერალური დღესწრიგისთვის. იმხელა ერორი იყო. რომ აი მე მაგალითად ვიძახი, აი დიდგორზე, ხო, ოფიციოზმა
აგერ ვერ ჩაატარა დიდგორი, ვერა იყო ხო ის რომ დასვენების დღე ყოფილიყო და საერთო ეროვნული დღესასწაული ყოფილიყო. და უცბად ინტერნეტ სივრცის მეშვეობით ყველგან გაშლე დიდგორის ფეტიშიზაცია. აქამდეც იყო, მაგრამ ესეთი ჭარბი ესეთი მემეები თურქებს რო უწერდნენ 1121 ხო თურქებს რო უწერდნენ ქართველები ხო აი ეს იმდენად ჭარბად მოგვევლინა არა რეალური სივრციდან არამედ კიბერ სივრციდან საინფორმაციო სივრციდან რომ ნამდვილად ტექნოლოგიამ გამოიწვია არა ადამიანის რაღაცა განვითარების რაღაცა წინწასვლა ანუ მოდერნიზაცია არამედ არქაიზაცია გამოიწვია მისი ესთეტიკის და აზროვნების ფორმის და ეხლა ესეთი ადამიანი მოითხოვს იმას რომ ძველი დაბრუნდეს ახალი ფორმებით ამ ძველს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძველს ყველა კონსერვატორის იდეალი რა თქმა უნდა ესია მაგრამ ნახეთ ნამდვილი კონსერვატიზმი იდგა რაღაცა ტრადიციაზე დღევანდელი კონსერვატიზმი არ დგას ტრადიციაზე და ის აპელირებს იმ ტრადიციებით რომელიც უკვე არის ატვირთული და რომელიც უკვე მოძრაობს კიბერ სივრცეში ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ძველი ყაედის კონსერვატორსა და თანამედროვე კონსერვატორს შორის ძალიან დიდი განსხვავება თანამედროვე კონსერვატორი სიამოვნებაში არის უფრო მოდერნიზებული არქაული ტექნოლოგიურად უფრო გამართული უფრო მეტი მცოდნე ტექნოლოგიების ნაკლები მცოდნე იმ მცოდნების რასაც ტრადიციული კონსერვატორი ფლობდა ხო სხვა ტიპია ეს სხვა ტიპია მაგრამ ერთი და იგივე სახელი ქვიათ და ამის ფონზე ჩდება ესეთი რამ რომ მე სიმართლე გითხრა არ მესმის ყველაფერს რაღაცა მარქსიზმს რატომ მიაწერენ და რა შუაშია ბევრ საკითხთან მარქსიზმი მაგალითად აი ამერიკელი მემარცხენეობა რაც არის ამერიკული მემარცხენეობა მე მაგას ხედავ ამას ხედავდი როგორც ესე იგი მცდელობას იმის რომ განხორციელებული იყო ციფრული რაღაც კონცლაგერი რომ ვიღაცა ტიპები რატომღაც თან ერორები შემოქონათ აზროვნებაში ეს ერორები რა არის რომ როდესაც ოქსფორდის პროფესორს ეკითხები ვინ არის ან რა არის ქალი და რომ მას არ შეუძლია პასუხი ამაზე ეს არის აზროვნების ერორი ანუ არ შეიძლება სიმბოლოს არ გააჩნდეს შინაარსი სიმბოლო ნახეთ აზროვნება თვითონ ზოგადად არის ენობრივი არ არსებობს ენის მიღმა აზროვნება ენა არის სიმბოლური ქალი არ შეიძლება იყოს ყველა კაცი არ შეიძლება იყოს ყველა მას აქვს საკუთარი სიმბოლური დანიშნულება მაგალითად ქალი სიმბოლოში შედის ის რომ ის აჩენს შვილს ქალი სიმბოლოში შედის კიდე ქალურობის წარმოდგენებით თვითონ რა წარმოდგენებიც არის ქალი სიმბოლოში შედის დედობა ქალის სიმბოლოში შედის ბევრი არქეტიპები რომელიც შენ ავტომატურად სიტყვა ქალით გახსენდება ან თელი ეს ცალ-ცალკე რო არ თქვა მარტო ქალით გახსენდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ სიმბოლო იტევს ზამ დიდ შინაარსს და შენ როდესაც გიგრძალავენ სიმბოლოზე საუბარს შენ გიგრძალავენ რას შენ გიგრძალავენ შენ ახდენენ აზროვნების დეკონსტრუქციას და შენ გეუბნებიან იმას რომ მე აწი როგორ ინჟინერიასაც მოახდენ ისეთი იქნები ანუ ჩემი ხარ და თუ ჩემი ხარ შენ უნდა მაჩვენო რომ შენ სიმბოლოების არ გჯერა შენ გჯერა ჩემი მე შეიძლება ყოველ ერთ წელიწადში შევცვალო ამ სიმბოლოების მნიშვნელობა შენ უნდა ამყვე ამაში თუ არ ამყები მე შენ ჩაგრეცხავ და დაგაკენსელებ და ეს იმდენად შორს წავიდა ესეთი დისკურსი რომ ეს არ იყო მარტო ვინჩივის ახლა რაღაცა სექსუალური უმცირესობების საკითხს ვინჩივის ეს იყო აზროვნებაზე შეტევა ეს იყო ადამიანის აზროვნების სტრუქტურაზე შეტევა და აზროვნებამ იმის ნაცვლად რომ მისთვის ეპასუხა მოდერნისტული ანუ სეკულარული რაღაცა ელემენტებით აზროვნებამ ეპასუხა არქაული ელემენტებზე უთხრა რომ თან ეს რითი გვაშინებდნენ თან რატომ მოხდეს რითი გვაშინებდნენ ამ ძალადობით ამ არქაიკით და ასეთ შემთხვევაში პუნქტი იყო ეს რომ არ მოგწოდ მე ვიქნები არქაული და არ ვიქნები ისეთი როგორც შენ გინდა მე შენ ჯინაზე
და შენ წინააღმდეგ ვიქნები იმის წინა ისეთი რითიც შენ მე მაშინებ. აი ახლა არის რაღაცა მოძრაობები არის ინტერნეტ სივრცეში უკვე არაერთი ხანი ეს მასკულინურობის წინ წამოწევრო ხდება და ტეიტი და კიდე სხვები რომ არიან რაღაცა მამაკაცურობაზე რო საუბრობენ და რო საუბრობენ რომ არის უნდა იამაყო კი ჩვენ ტოქსიკური მამაკაცები ვართ და რაღაც ესეც საუბარი რომ მიდის ხო ესე იგი რა არის რომ გვაშენებდნენ ესე იგი ვიკინგები გახდებითო და მეკობრეები გახდებითო და პასუხად მიიღეს ის კი არა რომ არა არ გავხდებით მეკობრეები კი გავხდებით თუ ესე გეშენ გავხდებით აი წავალთ არქაიკისკენ ну ეს ლიბერალიზმისგან გამოწვეული მაგრამ ეხლა ჩვენ არსებობთ აბსოლუტურად სხვა პრობლემების წინაშე ვარსებობთ ეს არის უკვე აზროვნების არქაიზაცია აზროვნების არქაიზაციას რა ახასიათებს რა სიბნელი ახასიათებს აზროვნების არქაიზაციას ახასიათებს ის სიბნელი რომ ხდება გარკვეულწილად აბსოლუტურად ესე ვთქვათ აბსოლუტურად არქაიკას ზოგადად ახასიათებს ერთი ის რომ სიმბოლოები ჭარბად არის იმისგან მოდერნიზმისგან განსხვავებით მაგრამ ხდება ის რომ არქაული ადამიანისთვის პრობლემა იყო ზოგადად ჰუმანისტური კულტურის მიღება. ჰუმანისტური კულტურის მიღება იყო პრობლემა, იმიტომ რომ ყველანაირი არქაიკა დგას საკრალურ ძალადობაზე, ეს ერთი მომენტი და ყველანაირი არქაიკა დგას ძალიან ისეთ პრინციპზე, ძალიან ესეთ სოხოდულობრივ პრინციპზე, რომელიც ჩვენ გეუბნება, რომ ესეთი დაყოფა, კეთილი და ბოროტი არსებობს ოღონდ სხვანაირად, არა ისე როგორც მოდერნში. და ეს სხვანაირად რას ნიშნავს? ეს სხვანაირად ნიშნავს იმას, რომ მე ანუ მოდერნი რას გვეუბნება, მოდერნი ზოგადად იყო ქრისტიანობის რაღაცა ინვერსია. მოდერნი რას გვეუბნებოდა? ჩვენ იმისთვის რომ უპირატესები ვიყოთ სხვებზე, უნდა ვიყოთ უფრო კეთილების სხვაზე. ეს სიკეთე რაში გამოიხატება, უფრო დემოკრატიულები უნდა ვიყოთ. ადამიანის უფლებებს უფრო უნდა ვიცავდეთ და ასე შემდეგ. არქაიკა რას გეუბნება შენ? მე ეგ არ მაინტერესებს. მე უნდა ვიყო უბრალოდ ძლიერი სხვა შენზე. შენ შეიძლება ჩემზე მორალურიც იყო რაღაცა მხრივ. არ მაქვს პრობლემა, აი მაგალითად ილიადაში რა ჰექტორი არ არის, ისე რა ქვია, ღირსეული მოწინააღმდეგე. კი, მაგრამ ჰექტორის და ტროაც უნდა გავანადგუროთ რა. ეს არაა ჩემთვის ის რომ რაღაცა ეს დემონიზება მოვახდინო ამის, მაგრამ მე ჩემი ძალით ვსაუბრობ. ესა ძალა საქმე მარტო მნიშვნელობა. აი ეს სოფლიო როდესაც შემოდის საერთაშორისო ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან გაჭედილი მდგომარეობაში. ჩვენ გავართ იმ ევროპელებს, რომელსაც ერთი მხრივ უნდა ეს ლიბერალებისგან თავდაცვა და მეორე მხრივ იმ რეალობაში აღმოჩნდება, სადაც როგორ უნდა დაიცვას თავი კაცოშვილმა არ იცის. ანუ დავიწყებთ ძალაზე და ძალადობრივ ესე იგი ძალის საკრალიზაციას ჩვენზე ძლიერები ძალიან მარტივად და მალე გამოჩნდებიან. ძალიან მალე გამოჩნდებიან. უკან დაუბრუნდებით ლიბერალებთან უკან დასაბრუნებელი არ აქვს. და აი აქ შემოდის ერთადერთი გზა, მე რასაც ვხედავ, რომ რაც არქაიკაში არსებობდა, ეს არის პრინციპში ერთადერთი გზა, რაც გვრჩება რეალურად, ესა ქრისტიანული პოლიტიკის გზა. რაც ნიშნავს, რომ კი ქრისტე სად მოევლინა, არქაულ საზოგადოებაში მოევლინა. იმ საზოგადოებაში, სადაც ძალადობა მოსული იყო. იმ საზოგადოებაში, სადაც ძლიერი თავი იყო შენ გაგემარჯვა. ესეც საზოგადოებაში მოევლინა. და იმას ასაც სურდა. და აღმოჩნდით ჩვენ იმ მდგომარეობაში, რომ ვერც არქაიკისკენ ახლა ზოგიერთი ჯგუფი მიდის ჩვენთან საქართველოში მიდის. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს არქაიკა ჩვენარი ხალხისთვის არის პრობლემური. ძალიან პრობლემურია. ჩვენ რო ახლა 50 მილიონი ვიყოთ და ერთი 8ჯერ და 10ჯერ დიდი ტერიტორია გქონდეს და ნავთობიც გქონდეს და კიდე ჯარიც ყავდეს და ეგ კიდე სხვა საკითხია. აქ ავიტანდით და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება ერთადერთი მომენტი რა აქ რომ
ჩვენი ესეთი კონცეფციურად დროთან არ აქვს, მე მგონია, ეს სამყარო ძალიან მარტივად მალე გაფორმდება ეგეთად, როგორც მე აღწერე. ჩვენ გვაქვს ერთი მომენტი, რომ აი ამ რაღაც ქაოსში ეს ქრისტიანული ელემენტი, მორალური უპირატესობის ელემენტები ვაწარმოებთ. მორალური უპირატესობის ელემენტების წარმოების გარეშე, შენ თუ იქნები უბრალოდ მიმბაძველი ერთის ან მეორის, დაიღუპები. ანუ შენ თუ იქნები არქაიკაში თუ ღრმად ჩახვალ, დაიღუპები. ობიექტური მიზეზების გამო. და შენ თუ ლიბერალთან უკან გადახვალ, მაინც დაიღუპები. ანუ მთელი ჩვენი არსებობა 30 წლიანი არსებობა იყო მიმიკრია. იმიტომ რომ მიმიკრია გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ გამოგვეცხადებინა თავი, რომ აი ლიბერალები ვართ და თქვენი სამყაროს ნაწილი ვართ, სიამოვნებაში არ ვიყავით ერთზე, ნაწილობრივ ვიყავით რაღაცა, აი მიმიკრიათი ფონს გავდიოდი. ყველანაირი მიმიკრია ახლა ჩვენ სიკვდილს იწვევს. ლიბერალიზმის მიმიკრიას და ეგრეთ წოდებული კონსერვატიზმის, არქაული კონსერვატიზმის მიმიკრიაც არის ჩვენ სიკვდილი. რჩება გზა, რომ შენ იყო აი ამ არქაულ სამყარო, ეს არქაულ სამყარო ჩემი ეს რეაქცია, რაღაცა პერიოდის რეაქცია. შეიძლება ხანგრძლივი რეაქცია იყოს, შეიძლება ხანმოკლე, არ ვიცი. მაგრამ არქაულ სამყაროში შემშელი აუცილებლად გაჩნდება ჰუმანიზმი. ჯერ არაა გაჩენილი ჰუმანიზმის შემშელი. ჯერ არ არის გაჩენილი ჰუმანიზმის შემშელი. მაგრამ ჰუმანიზმის შემშელი გაჩნდება. იმ დონემდე შეიძლება გამძავრდეს, რომ ჰუმანიზმის შემშელი იყოს? რა თქმა უნდა გაჩნდება. წარმოვიდგინეთ ახლა კიდე რამოდენიმე ესეთი ჟურნალისტი რო შუა ქუჩაში დახრიტონ, მოკლან. წარმოვიდგინეთ რომ ვიღაცა პროტესტანტები რომლებიც გადმოვლენ ვიღაცებმა უკვე დახრიტონ. წარმოვიდგინეთ რომ უკვე რაღაცა ესეთი ღარიბებს მოიქცნენ რაღაცა ძალიან ცუდად, უკიდურესად ცუდად. წარმოვიდგინეთ რომ აი ესეთი რაც არქაიკისთვის დამახასიათებელი ელემენტებია რა. ეგ ძალის ფეტიშიზაციამ გამოიწვევს ის რომ გაჩნდეს ესეთი ყოველთვის იყო იერარქიულობა, არც არტოსული, უბრალოდ ეს იერარქიულობა როგორ იფორმებდა თავს, ქრისტიანული იმით მაინც ნიღაბს აი ეს ჩაგვრან ნიღაბს მაინც იკეთებდა და ნიღბით ხდებოდა. კი, მე შენ პირდაპირ კი არ მოკლა, მაგრამ რაღაცა ისე მდგომარეობაში ხო, ეგ იყო, მაგრამ ეხლა პირდაპირ მოდის და პირდაპირ უკლავს, ეგ ძამძიმე ფორმა არის და ჩვენ ხედავთ ამას ეს ხორციელდება საერთაშორისო პოლიტიკაში და შიდა პოლიტიკაშიც. და ჩვენი ესეთი მომენტი არის ის რომ ეხლა როგორც ვიცი თვითონ შეერთებულ შტატებშიც აღმავალია მართლმადიდებლობა 10 მილიონი ადამიანით გაიზარდა. მოიმატა. ჩვენი იცი როგორ არის მოკლე ბაბატი, ესე იგი კათოლიკური მოძრაობა დაიწია პროტესტანტიზმისთან თანაფარდობით, მაგრამ რატომღაც გასაოცრად მართლმადიდებლობა წამოვიდა წინ. არცაა გასაოცარი, იმიტომ რომ ეს ელინიზმის კულტურული მატარებელია, პრინციპში ელინისტური კულტურის მემკვიდრეა მართლმადიდებლური ცივილიზაცია და ეხლა როდესაც ცივილიზაციური კრიზისი არის, კათოლიციზმი ალბათ პასუხს ისევ ერცემს და ცემს ეს საწყისი რა, ევროპის საწყისი, რაც პრინციპში სადაც წილი იყენებს თავის ესეთქი ჰიპერ ფიუჩერს და იქ რომ მართლმადიდებლურ საფუძველზეა გაღებული ეს ყველაფერი თვითონ ეს ბერს მეტყველებს. და თან ყველაზე ისე შეეხო სეკულარული კულტურა თვითონ მართლმადიდებლობას, დასავლური სეკულარული კულტურა და დარჩა ეს მისტიურობა და დარჩა ეს რაღაცა ძლავრი კულტურული ფაქტორი, რაც რელიგიურობას აძლიერებს. ალბათ ეს მომენტები არის. და აი ამ ფონზე საქართველოს ნაირი სახელმწიფოები უბრალოდ ერთი თავით მაღლა კი არ უნდა იყვნენ მორალურად, მასზე დიდ სახელმწიფოებთან, არამედ 10 თავით მაღლა უნდა იყვნენ. ანუ აქ თუ არ შეიქმნება ჰუმანისტური გარემო და ამაზე თუ არ წავა საუბარი. და ეს ჰუმანისტური გარემო უნდა იყოს ის, რომ კი, შენ ღარიბი ხარ შეიძლება, მაგრამ ცოტა ასკეტიზმის შემოგაქვს შენ ცხოვრებაში და ხსნი ასკეტიზმით. ცოტა ის შემოგაქვს, ცოტა არა, მაინც და მაინც ეს საკითხი რო იყოს მარტო რიტუალური და მარტო რეკლამის სახე, რაც ახლა ტრამპს უნდა. არამედ აი ესეთი ჰუმანიზმის შიმშილზე
მოთამაშე სახელმწიფო უნდა იყოს ჩვენერი პატარა სახელმწიფო, რომელსაც არც ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს დიდი და არც სხვა ისეთ შესაძლებლობა, უნდა იყოს რაღაცა ნიმუშივით რა, ნიმუშივით. და ჩვენთან სამწუხაროდ რა პრობლემაა? ჩვენთან ყოველთვის სისტემა ინგრევა, როდესაც ის რასაც შენ ასახელებ, ის შენ არა, შენ თუ ასახელებ, შენ ხარ წმინდა რაღაცა იბერია და რაღაცა მეორე მცხეთა არის მეორე იერუსალიმი და სინამდვილეში არ ახარ ეგეთი. ხო? რა თქმა უნდა, შენ სისტემა დაგეშლება რა, სისტემა დაგეშლება. ამიტომ მე მგონია უბრალოდ გადარჩენის ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ ახლა ჩვენ საფუძვლებს და ჩვენ კულტურას და ჩვენ რელიგიას და ჩვენ ინტელექტუალურ ტრადიციებს და იმას რომლებიც თავიდროზე ვერ განვითარდა რაღაცა მიზეზების გამო. თავიდროზე შეწყდა სადღაც განვითარება, იმიტომ რომ ლიბერალურმა სამყარომ გაიმარჯვა. იმას თუ არ დაუბრუნდით და იმის აღორძინება თუ არ დავიწყეთ, უბრალოდ საერთაშორისო გავლენები და ზეგავლენა რაღაცა მხრივ არ გვექნება. მე მგონია რომ ჩვენი მთავარი პლუსი ეს არის გარკვეულწილად ეს მორალური, ჰუმანისტური, ქრისტიანული ჰუმანისტური უპირატესობა. წინა კლავ იმეორებ, ის გზა ძალიან მარტივი გზა არის პირველი ეტაპისთვის, რომ შენ არქაიზაცია დაიწყო. და არქაიზაცია მოხდება. ხო, ნუ ძლიერია, ვიღაცა ჩვენთან ძლიერია, რომელმაც ყველა დაამარცხა. იმდენად ძლიერი ის ვერ იქნება, როგორც გარემტერია. ვერასდროს ვერ იქნება, ეგეთია სამწუხარო რეალობა. ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც გარემტერია. ანუ შენ გარემტერს არა იმ უხეში არქაული ძალეთკენ უნდა დავაპირისპირდე. გარემეთ იმ და ძალიან მარტივი ის არის, ხო, როდესაც ატილა ხუნებთან ერთად რომში მივიდა და პაპირო გავიდა, რომის პაპირო გავიდა და ამ გაშენე ეკლესია ერთიანი იყო, არ იყო კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა, ერთიანი იყო ეს ეკლესია და როდესაც ატილა ნუ პაპის თხოვნას დაემორჩილა და წავიდა, არა იყო რომი. აი რაღაც ეგეთი ფიგურა თუ არ ახავს, რომელიც მთელი რომოა, ესე გავა და ეტყვის რომ ავტორიტეტით, აი ესეთი ეტყვის რომ წადი. ხო, რთული იქნება ჩვენერი ხალხის გადარჩენა. ჩვენი და რასთავარი, ჩვენი სასულიერო პირები აღარ უნდა იყვნენ მარტო ქართველების სასულიერო პირები. და ძალიან იზად რაღაცას ვამბობ, მაგრამ ჩვენმა სასულიერო პირებმაც თავის სულიერებით და თავის რაღაცა პრაქტიკებით უნდა მიხვდნენ ისტორიულ დროს და უნდა მიხვდნენ რომ ისინი ავტორიტეტები უნდა იყვნენ არა მარტო საქართველოში. და მათი ცხოვრება ის რომ ეხლა რაღაცა ვიტრო ეთნონაციონალისტურ ჩარჩოში იყო აქამდე და მართლა ეგრე იყო. სამწუხაროდ ნუ ეგრე აიწყო. ეხლა აღარ არის საკმარისი ეგ საქართველოს გადარჩენისთვის. ეხლა არის ის რომ ჩვენ უნდა გვყავდეს მორალური ავტორიტეტები სოფლიოში და ტექნოლოგია გვეხმარება ამაში. ტექნოლოგია გვეხმარება ამაში, რომ ესეთი ლიდერები, ესეთი ადამიანები წავიდნენ დასავლეთში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთში და იქ დიდი ავტორიტეტები მოიპოვონ. და ესეთი სულიერი ავტორიტეტები ხოლმე აი ეხლა ძალიან ისეთი იდეალისტურად შეიძლება გამომდიოდეს და ალბათ იდეალისტურ გამოსავალს ვეძებ ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის პიროვნებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა რა. და თუ ეს პიროვნებები ჩვენ არ გვეყოლება და ამაზე არ ვიზრუნოთ და ზრუნვა რას ნიშნავს? შენ თუ გარემო არ შექმენი ამის, არ წაახალისე, არ მოახდინე ამის გარკვეულწილად ფეტიშიზაცია, დახმარება არ გულისხმობ მატერიალურ, არა იმდენად მატერიალურს გულისხმობ, არამედ სივრცეს. სადაც აი ეს რაღაცა ვიწრო რაღაცა ღირებულებები, ფსევდოღირებულებები, მატერიალისტური, რომელიც გონია რომ ვერასდროს ვერ იყიდეს ქართველი ბიზნესმენი, ის იმდენ ქონებას და ისე ვერ წარმოჩინდება როგორც დასავლელი. ან თუნდაც რუსი. არ ექნება ამდენი ფული, არასდროს არ ექნება. არასდროს მისი ჩაცმულობა და მისი საათები და მისი ოქროს ზეწყვები არ იქნება ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მაგალითად სხვა ქვეყნების. ან აღმოსავლეთის ქვეყნების და ასე შემდეგ. არ ექნება. ვერ ექნება, მაგრამ მას შეუძლია უპირატესობა ჰქონდეს აი ამ მორალური უპირატესობით და ეს მორალური უპირატესობა არ არის მარტო რაღაცა სადღეგრძელო და მარტო ესეთი რა. ეს არის
რაღაცა ცხოვრების წესის შეცვლა, რადიკალური შეცვლა. ცხოვრების წესი კიდე რადიკალურად იცვლება, როდესაც ელიტა ცვლის საკუთარ ცხოვრების წესს რადიკალურად. დაუბრუნდები კიდე ერთ საკითხს, ეგ კიბერფეოდალიზმის საკითხი ჩვენ მოკლედ გვიშლიან ხელს კიბერფეოდალები გვიშლიან ხელს. მაგრამ ხო იცი როგორ ნათქვამია? ძველი საბჭოთა რა, ნასმალა ნომივწილნაშკახ რა. თავარი მომენტი რა არის? როდესაც ჩვენ საუბრობთ, კიბერფეოდალიზმზე საუბარი არის, რომ საინფორმაციო სივრცის, ილონ მასკის და მსგავსი ცუკერბერგისნაირი ადამიანები, რომელიც ფლობენ მაგ საინფორმაციო სივრცეებს, ინტერნეტ საინფორმაციო სივრცეებს, ხო? ისინი იქცევენ ახალ ფეოდალებად. და ჩვენ ვიქნებით გლეხები, რომლებიც მათ სივრცეებში, მათ მიწაზე, მათ ვირტუალურ მიწაზე ვამუშავებთ. აი ეხლაც ეგ ინფორმაცია ძირითადად. იმიტომ არის რომ YouTube-ის მეპატრონე უყუროს უფრო მეტი მაყურებელი და ყურადღება გქონდეს, ხო? ეს ერთი მომენტი, მაგრამ მე არ მგონია რომ მარტო ეგ იყოს კიბერფეოდალიზმი. მე მგონია რომ კიბერფეოდალიზმი თავისთავად არის ის, რომ ჩვენ უბრუნდებით კაპიტალიზმის საწყისებს. საწყისები გავიხსენოთ კაპიტალიზმის რა იყო. პირველი საწყისები იყო ის, რომ კაპიტალიზმი გაჩნდა ფეოდალურ გარემოცვაში და მან მიიღო ფეოდალური კულტურის ძალიან ბევრი ელემენტი. კორპოროკრატიაც კი, ეს არ არის კაპიტალისტური ინსტიტუტი, ეს არის ფეოდალური ინსტიტუტები. კორპოროკრატია იყო ფეოდალური ინსტიტუტი. კორპოროკრატიას კვლავ აღორძინება ეს დაიწყო რეიგანის პერიოდიდან, რეიგან ეკონომიკიდან 80-იან წლებიდან, როდესაც ფინანსური ელიტები გაჩნდნენ, ფინანსური კაპიტალი გაძლიერდა შეერთებულ შტატებში და ეს ის პერიოდი, როდესაც უკვე წარმოებები გადადიოდა ჩინეთში და ასე შემდეგ და იცვლებოდა მთელი სტრუქტურა, ეკონომიკის სტრუქტურა. მაგან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვია უთანასწორობას, მაგრამ უთანასწორობა არა იმდენად ისეთი გადამწყვეტი გახდა, რამდენად ის გახდა გადამწყვეტი, რომ ტექნოლოგიური და ცოდნითი რესურსი ჩაუვარდა არა სახელმწიფოს, არამედ სწორედ აი ამ კომპანიებს. და აღმოჩნდა, რომ თუ კი აქამდე ძირითადად წამყვანი იყო ტექნოლოგიების თვალსაზრისით უნივერსიტეტები და მერე უკვე სახელმწიფო. ეხლა გაჩნდა, რომ კომპანიებს აქვთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც ბაზარში გაჩნდება 2-3 წლის შემდეგ, ხო? ანუ უკვე მათ აქვთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც უსწრებს სხვების განვითარებას. აქედან გამომდინარე, აქ ძალიან ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს კორპორაციებმა ისწავლეს გარკვეულწილად არა მარტო ესე იგი ჩვეულებრივი ტექნოლოგიების ათვისება, არამედ ადამიანის მართვის და კოგნიტიური უნარების ათვისებას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ნახოთ რას ნიშნავს კიბერსაზოგადოება, ხო? ეს კიბერსაზოგადოება ეს არის რეალობისგან დაღლილი საზოგადოება, რომელიც ჩართულია და ძირითადად ცხოვრობს აი ამ ვირტუალურ სივრცეში, ხო? და ეს დაღლილი ეგ ჩნდება ხოლმე დაღლილ საზოგადოებაში. დაღლილი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც რეალობისგან გარბის ინტერნეტ სივრცეში, ვირტუალურ სივრცეში. და ეგ პროცესი რომელიც გრძელდება, ეს გრძელდება კულტურულადაც, კულტურულად ეს გრძელდება იმით, რომ ყველანაირი ეს ერთეულის, სოციუმის ერთეული. ხა საქართველოშიც იგივე ხდება. ეზოში რო ჩავხედე, პრაქტიკულად ბავშვები აი სამეგობრო და ქუჩა და რაღაცა აღარ არსებობს. არსებობს რაღაცა ეგეთი ჩადიან, თამაშობენ, ამოდიან ყავდა ახალი ტიპის საზოგადოება, სადაც რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ძალაუფლება და სიმდიდრე უკვე აღარ აცევთ. ნუ მოკლედ პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით არის და ამის გამო აზრი ცოტა ესე იგი მიწდება ხოლმე, მაგრამ ესე კიბერფეოდალიზმზე რადგან საუბრობდი, საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ახალი ტიპის ადამიანი, რომელსაც სხვა სოციალური გამოცდილება აქვს და ეს სხვა სოციალური გამოცდილება დაკავშირებულია იმასთან, რომ
თავიდანვე ნეგატიურადაა განწყობილი რეალობისადმი და პოზიტიურადაა განწყობილი ვირტუალურისადმი, არის ისეთი რამ, რომელიც უნდა ვაღიაროთ ერთი რაღაცა, როგორც მაგალითად, რატომ არის დეფიციტური რატომ არის ნარკოტიკი, ხო? იმიტომ რომ ადამიანის ფიზიოლოგია ვერ უძლებს ნარკოტიკის იმას, მავნეზე გავლენას, ხო? ის რომ თავისუფლად ის იყო და კულტურად შესაბამისი იყოს, ხო? ადამიანები მასზე დამოკიდებული გახდებოდნენ. ესე არის, ამიტომ კულტურა ზღუდავს ამას და სახელმწიფო კანონი ზღუდავს ამას, ხო? უნდა ითქვას, რომ ადამიანი საკუთარ ფსიქიკით ჭარბად დამოკიდებულია საინფორმაციო ვირტუალურ სივრცეს. მოწყვლადია, უბრალოდ დამოკიდებულია, მოწყვლადია. ანუ ის ძალიან მარტივად შედის ესეთი სამყაროში. ძალიან მარტივად შედის. განა ახლა მე იმას ვამბობ, რომ ვირტუალური სამყარო ცუდი, არა, ამას არ ვამბობ, მაგრამ ვიცი სოციალურმა სივრცემ ვერ შეძლო გამოემუშავა ამ ხნის განმავლობაში სწორი ქცევის ნორმა ვირტუალურ სივრცესთან. ზომიერი ქცევის ნორმა ვერ შეძლო. მიუშვა და ეს მიშვება ნიშნავს იმას, რომ ჩააგდო ამ დამოკიდებულებებში, ეგრევე ვთქვათ, და ჩააგდო ამ დამოკიდებულებებში. და ეს ახალგაზრდები, რომლებიც, ბავშვებიც რო არ იტირონ, ეს გაჯეტებს აძლევენ ხელში, რამდენი შობილი ხო და ეს უკვე იმდენად ესეთი ქცევის ნორმები ყალიბდება, რომ ადამიანებს უნდათ თუ არ უნდათ, ისინი იქნებიან ეგრეთ წოდებული კიბერფეოდალების გლეხები. ანუ ისინი იქნებიან დამოკიდებული მათზე. ისინი იქნებიან ესეთი რეალობასთან ცოტა გაუცხოებული ახალი ადამიანები, ახალი თაობა, რეალობასთან გაუცხოებული ახალი თაობა, რომელსაც უჭირს რეალური ტრადიციული სოციალური ურთიერთობების აგება. და ცოტა ჩვენთვის ცოტა განსხვავებული ურთიერთობების მოდელებს იმუშავებენ ერთმანეთში. და ესე იგი ზოგადად ეს კიდე დაკავშირებულია იმასთან, რომ არქაიზაციასთან კიდე დაკავშირებული, არქაიზაციას ხელს უწყობს. რატომ? იმიტომ რომ თუ კი არ არსებობს რეალური ურთიერთობების გამოცდილება, შენ მარტივად ახდენ მათ შორის ურთიერთობების არქაიზაციას. არქაიზაცია რას ნიშნავს? როდესაც მოუწესრიგებელია ურთიერთობები, როდესაც ამ მოუწესრიგებულ ურთიერთობებზე ძალიან წახალისებულია ისეთი ურთიერთობები, როგორიც არის მე ამას ვუწოდებ სეგმენტური ურთიერთობები რა. ან თუ მინდა ტომობრივი ურთიერთობები. ანუ საკუთარი ვირტუალური ოჯახის, ვირტუალური ტომის შექმნის მცდელობა. და ჩვენ ვაკურდებდით ეგ სხვადასხვა არ იყო მარტო კონსერვატორებისთვის დამახასიათებელი, ლიბერალებისთვის დამახასიათებელი იყო ვირტუალური ტომის შექმნის რაღაცა მცდელობები და ბაბლების საზოგადოება და სხვადასხვა ესეთი საზოგადოება, ხო? და მოკლედ აი ამ ახალი ტიპის ადამიანებს ეს ახალი ტიპის თაობა დაავტოვეთ ჩვენ აღზის გარეშე, სწორი აღზის გარეშე. შეიძლება ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით რა ურთიერთობები ქონოდა ამ სივრცესთან. ეს იყო ჩვენთვის ახალი, არანაირი გამოცდილება არ ქონდა მისი და ჩვენ თვითონაც აღმოჩნდით მასზე დამოკიდებული. არა თუ ჩვენ შვილები კი არ ვიხსენეთ, ჩვენ თავი ვერ ვიხსენეთ საბოლოო ჯამში ამისგან. და რა თქმა უნდა, აი ამ პროცესზე, როდესაც იმან ალგორითმა, ანუ ალგორითმების ბატონობა, კიბერფეოდალიზმი ნუგონია თქვენ რომ ის იქნება რაღაცა არისტოკრატი გეყოლებათ თავზე. არა, არისტოკრატის მაგერად გეყოლებათ ალგორითმი თავზე, რომელმაც თქვენზე კარგად იცის, რა გინდა თქვენ, საათზე ლაპარაკობთ, უსმათ ამოგიგდებთ საათის რეკლამებს. და თქვენი სურვილები არის უკვე კოგნიტურად იმდენად, რა ქვია, ნასწავლი და ალგორითმა შეესწავლა, რომ თქვენზე მეტი და თქვენზე კარგად იცის მან თქვენ შესახებ. ამიტომ ჩვენ შევდივართ აი ამ ალგორითმების დიქტატორის პერიოდში, როდესაც სინამდვილეში ჩვენ აღმოჩნდებით ამ ალგორითმების ციხეში და ამ ახალ რაღაცა თანხმობა შექმნის ეს ალგორითმები. ახლა აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემა დაკავშირებულია თავისუფალ ნებასთან. ეს თავისუფალი ნება კიდე დაკავშირებულია ასევე, ქრისტიანობასთან ამ შემთხვევაში, ხო? რას უშვებით მას? ანუ ერთი მომენტი იქნება ის, რომ მოდი გადავცეთ ეს ალგორითმებს. რატომ გონია სოციალური ისა ქრისტიანული მორალი ალგორითმებს. ხო, ალგორითმებს გადავცეთ, ხაც აზიარებ, ესე იგი პლუსი, რაღაცა ეგეთი, ხო?
არ გამოდის ეგრე ქრისტიანობა ეგრე. წარმოუდგენელია. ხო და მეორე მომენტი არის ესე იგი ჩვენ რაღაცა სხვა გზა ანუ სხვა გზა ჯერ რა არის მაგას ვერ გეტყვით მაგრამ სხვა გზა რომ მოსაძებნია ეს უეჭველი რაღაცა მოცემულობა ანუ ჩვენ იმ ადგილზე ვერ გავჩერდებით რა ადგილზეც ვართ იმიტომ რომ ადგილზე ჩვენ გველოდება კიბერფეოდალიზმი რომელიც როგორც გითხარით ეს ნუ ერთი ფეოდალი შეიძლება ადამიანის სახით იყოს მაგრამ ალგორითმების დიქტატურა იქნება საბოლოო ჯამში და მეორე მხრივ ჩვენ ვიმყოფებით აზროვნების არქაიზაცია და საერთაშორისო პოლიტიკის ესე იგი იმპერიალისტურ მოდელზე სადაც კოლონიალისტური იმპერიალისტური რაღაცა უხეში ძალის პრინციპი არის სადაც ტრამპი ამბობს რომ ნუ რაღაცა ესე იგი ყუბა შემდეგი არის იქ საუბარი არის რომ ჩემი ინტერესის სფეროა და შენ იმას იმყიდი რაც მე მინდა და ძალიან უხეში ესეთი ფორმები და ხედავთ რაღაც მომაკვდავ ლიბერალურ რაღაცა მარაზმებს ანუ როგორც მოხუცი რო შევა რაღაცა მარაზმში ისეთ მარაზმებს რომელიც უკვე ვეღარ აგიხოს ამ დროს საცხოვრობს რა რეალობაა ამის რომ ის სამყარო აღარ რაც ევროკავშირი სჭირს ახლა აღარ არის ის სამყარო რომ რაღაცა რუსეთმა ანგარიში გაუწევს ნატოს და ესენი კიდე იმ საყურით ლაპარაკობს როდესაც ელცინი იყო და აღარ არის ელცინის რუსეთი აღარ არის ხო და რაღაცა თითქოს ის და გონია რომ თითქოს რაღაც ვალდებულება თვლიან სხვები რომ რაღაცა თავი დაუკრან მათ იდეოლოგიას და მათ რაღაცა ევრობიუროკრატიას არავინ არ არის ვალდებული ამის არათუ ჩვენ არამედ აღმოჩნდა რომ მათ ქვეყნების შიგნითაც არ ყოფილა ესე და სხვანაირად ხდება იმის მიუხედავად რომ ისინი პირდაპირ რაღაცა რეპრესიებზე გადავიდნენ და ამ მდგომარეობაში რჩებით ჩვენ რომლებსაც არ გვაქვს აი სამწუხაროდ აი რაც ცუდი არის რომ მთელი 30 წელი ჩვენ გავატარეთ აი მიმიკრიაში და არ გვაქვს ის სოციალური გამოცდილება რომელიც ახლა გადარჩენისთვის გჭირდება და ახლა ჩვენ რაღაცა ახლიდან უნდა დავიწყოთ რაღაცა ახალი გამოცდილების შექმნა ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმის რომ რაღაცა ახლა გამოჩნდა რომ გეოპოლიტიკური ინტუიციის გამოცდილება გქონია კი ბატონო თვითგადარჩენის ინსტინქტი ხო თვითგადარჩენის ინსტინქტი მაგრამ ეს როგორც გითხარით არ ნიშნავს იმას რომ ეს მოდელი ეს გადარჩენის ეს მოდელი თუ სტატიკური იქნება ყოველთვის იმუშავებს არ იქნება ეს იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება აგერ აზერბაიჯანელები რაღაცნაირად გვემუქრებიან აგერ ჩვენი ირგვლივ აგერ ირანში უკვე რაღაც ცუდი პროცესები დაიწყო და თუ ვინმე არის ბენეფიციარი ირანის დასუსტების ეს არის პირველ რიგში თურქეთი და აზერბაიჯანი ისრაელის საკუთარი პოლიტიკას ატარებს გასაგებია მაგრამ პრობლემა არის ჩვენთვის და რაღაც არჩევანთა რიცხვი კიდევ და უფრო წირი ხდება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანს გააკეთა ხო აქედან გამომდინარე კლავ იმეორებ რომ გინდათ პიარი დაარქვით გინდა პროპაგანდა დაარქვით გინდათ ეს საინფორმაციო ომი დაარქვით გინდა კოგნიტური ომი დაარქვით ჩვენ ახლა სოფლიოში გვჭირდება ის სახელი რომ ჩვენ ვართ აქ რაღაცა ქრისტიანული ჰუმანიზმის და იმის ესეთი მნიშვნელოვანი კოშკი და ამის დანგრევა არაფრით არ შეიძლება რა არაფრით ეგეთ ერთმენა უნდა ჩამოუყალიბდეს იმ არქაულ ხუნებს ატილას ვინცობა აქ მოვიდნენ აქ რაღაცა ისეთი სულიერი ავტორიტეტი მას შეაჩეროს ესეთი მომენტი და სამწუხაროდ მთელი ეს ჩვენი გამოცდილება და ინერცია რაც მთავარია ინერცია ამისკენ არ მიდის მიდის სხვა გზისკენ და არ ვიცი გააზრება უნდა სწრაფად მოხდეს რომ ეს გზა სადაც ესე იგი ინერციით მივდივართ არ არის ის გზა რომელიც ჩვენ გადარჩენას უზრუნველყოფს ხანგრძლივ პერიოდში ხო ანუ მე მინდა რომ საბოლოო ჯამში ეს არქაიზმი საბოლოოდ ამოწურვადია იმიტომ არქაიზმი არის რაღაცა ამბოხივით ფრაგმენტულია ისტორიულ მონაკვეთში ფრაგმენტული მაგრამ ეგ ფრაგმენტული შეიძლება 10 წელი იყოს შეიძლება 15 წელი იყოს შეიძლება 20 წელი იყოს ხო დიდ ქვეყანას აქვს ფუფუნება რომ არქაიზმი
აიტანოს და ჩვენ. ხო და ჩვენ კიდევ გვჭირდება გარკვეულწილად ეს ბურჯობა, რომ აი რაღაცა იმ თვითონ იმ საზოგადოებების შიგნით დაინახონ, რომ აი არსებობს რაღაც მოდელი, სადაც ისე არ ხდება, როგორც მათთან არის რა. ეს მოდელი იყოს ისეთნაირი, რომ თუნდაც ის რუსები, რომლებიც რაღაცა მართლმადიდებლურ პროექტებს ქმნიან, ფსევდო პროექტებს ჩემი აზრით, ეს მიუხედავად მართლმადიდებლური დიდარი კულტურა აქვს რუსეთს. იმათაც კი ეუხერხულებოდეთ, ესე ვთქვათ, მორალური პრობლემა იყოს ჩვენი გადავლა. რომ აქ ისეთი რაღაცა მართლმადიდებლობის მაგალითი იყოს მათთვისაც, რომ რაღაცნაირად ესეთი უხეში გადავლა მათ პრესტიჟს და მათ პროექტს ურტყავდეს პირდაპირ. აი და ხოლო დასავლელი ადამიანის ხედავს ჩვენთან ჰუმანიზმის რაღაც მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლის დაბრუნების, რომლის მიბრუნების სურვილი მას გაუჩნდება. და ეს არა აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ეკონომიკაზე იყოს მიმული. მე კვლავ იმეორებ, ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი მდიდრები, როგორც ჩვენ ირგვლივ ყოფით, არა მარტო ირგვლივ ყოფით, ბევრი სახელმწიფო. თურქეთისავით მდიდარი ვიც ვერ იქნები. და კიდე სხვა, მაგრამ შენ შეგიძლია რაღაცა ისეთი ცხოვრების წესი გქონდეს, სადაც აი ეს ადამიანები მაგ დიდარი ტრამპისნაირი ადამიანებისგან დიდარი და გავლენიანი ადამიანებისგან დაღლილები არიან და ეძებენ სხვა არქეტიპში გამოსავალს, ასკეტურ არქეტიპებში გამოსავალს, სულიერ არქეტიპებში გამოსავალს. ამას უნდა შესაბამისი პოლიტიკა. ამიტომ ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის საფიქრალი, ეს არის ეკლესიის საფიქრალი, ეს არის სახელმწიფოს საფიქრალი, ეს არის საზოგადოების საფიქრალი და ეს არის ზოგადად სტრატეგია, რომლითაც გარკვეულწილად რაღაცა გადარჩენის შანსები ალბათ შეიძლება გქონდეს, მოგვეცეს მომავალში. ნუ კრებ და მე ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭირო არის ოღონდ არა ხვალ, არამედ დღეს, იმიტომ რომ ეს უნდა ყოფილიყო გუშინ. ეს არის ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების პროცესის დაწყება, სულ ცოტა. ეს არის კონსტიტუციურად სახელმწიფო სტრუქტურის შეცვლა და მორგება ზუსტად აი იმაზე, რასაც შენ საუბრობ. და უნდა გამოიკვეთოს, ჩვენ მე მგონი წინა პოდკასტში საუბრობდით ავტორიტეტს. აი ეს ავტორიტეტი იქნება გადამწყვეტი, რადგან ახლა შენ აქცენტები გააკეთე. ამისთვის უნდა ალბათ პოლიტიკური ნება, ამას უნდა კონდეს საზოგადოებრივი ხარდაჭერა და ამისთვის მე სიმართლე გითხრა, ინიციატივა ქვემოდან ზემოთ ხშირად უსაფუძვლოა ხოლმე, მაგრამ აი ზედაფენებში უნდა ხდებოდნენ ამას, რომ ამის დრო მოვიდა, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გადარჩენის ფორმულაა. სხვანაირად არ გამოვა. ხო, პირველ რიგში ახლა აი შემდეგი გზები რომ ავიღოთ, რეალობაში რომ დავბრუნდეთ, ახლა მე ისეთი რაღაცები ვთქვი, რაც შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს და საერთოდ ამის რაღაცა ცუდი ვერსიები მივიღოთ, მე რაღაც. პირველ რიგში ეს ცივი სამოქალაქო ომი დასასრულებელია იმით, რომ ახალი თანხმობის წარმოება უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ საზოგადოებაში. თანხმობის წარმოება სჭირდება კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ თანხმობის მცველები იქნებიან. ამ მცველები ეს მცველები შეიძლება ინსტიტუციური იყოს, ნუ რა ვიცი. სხვა ეგ არა მარტო ერთი ინსტიტუცია, მე არ მგონია რომ ეკლესიას იმის ძალა აქვს დღეს საქართველოში, რომ კი შეიძლება ერთი მხარე მოსმენს ეკლესიას, მაგრამ მეორე მხარე არ მოსმენს. ხო, მაგრამ უნდა გაჩნდეს ვიღაცა ნეიტრალური ტიპები, რომლებიც ერის მორალი იქნება ან რაღაცა ხო შემთხვევაში. ხო, ოღონდ ეგ როდესაც გაჩენა ჩემ წარმოდგენაში ეს გაჩენა არის გარკვეულწილად გაჩენას წინ უსწრებს ესე იგი მოდელების შექმნა რა. ანუ ვინა ჩვენი იდეალი. მაგ მოდელის გარეშე არ არსებობს, ჩვენთან არ არსებობს ეგ მოდელი. ანუ ვინ არის ჩვენი ისაბაძი ადამიანი? აი დაასახელეთ აბა ვინ არის, ვინ შეიძლება იყოს. არ დავმალავ და ვიტყვი. მაგალითად 10 წლის წინ ვიტყოდი, რომ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი. იმიტომ კი არა, რომ ეხლა პატივს აცემ. უბრალოდ
უკანა პლანზეა გადასული თავის ასაკის და ჯანმრთელობის გამო. საზოგადოებაში ერთი ავტორიტეტი ვინც აგლობს, უპირობოდ ბიძინა ივანიშვილია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მე როგორც ვატყობ, ხა ბიძინა ივანიშვილი მხარე ერთი. ბატონო? ხო, ნუ შიდა საქმეებისთვის ფრაგმენტულად ცალია გამომდინარე იქიდან, როცა კრიზისი იქნება, მაშინ მოდის და ნახეთ, მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ რეალურ ძალაუფლებაზე, მე ვამბობ სიმბოლურ ძალაუფლებაზე. ანუ სიმბოლური ძალაუფლება რა უნდა ის არის ვინც რაღაცა აერთიანებს. სიმბოლური ძალაუფლება ძალიან ისეთია რა, რომ ნუ კი ხავს ვიღაცა სხვადასხვა ეს შემთხვევითი არ არის რომ ჩვენთან აღიარებულ სპორტსმენებს მაგალითად ხვიჩას იქიდან მხარე ებრძოდა ხო რაღაცნაირად და იმიტომ რომ ხვიჩას ბალაშიკով მეც და ხვიჩას ბალაშიკობს ისაც ხო ეს ერთი ის არის შეხების წერტილი გვაქვს ანუ მოწინააღმდეგებს გქონდა შეხების წერტილი ფეხბურთში პირობითად ხო ნუ სტადიონზე ერთად ვიჯექით მაგრამ რამდენად ეს ის ავტორიტეტები იქნებია და ეს სიმბოლოები არა ანუ არსებობს რამოდენიმე სახის ემოციური ავტორიტეტი არსებობს სულიერი ავტორიტეტი არსებობს ანუ ეგეთი ადამიანები უნდა იყოს ძალიან ბევრი ესეთი ადამიანები უნდა იყოს ბევრი ერთი მხარე მარტო ვერ გააკეთებს ამას ამისთვის არსებობს გარკვეულწილად მისაბაძი ქცევების გარკვეული სისტემატიზირება. ვინა ჩვენი გმირი? ანუ ნახეთ, არქაულ სამყაროში გმირი იყო ისე ჰეროიკული გმირი იყო რა. ჰეროიკული გმირი იყო, რომელიც ნუ რაღაც ბრძოლაში რაღაცა ის არ მოკვდებოდა, არ მოკლავდა, ან რაღაცა ესეთი გმირი იყო. შუა საუკუნეებში გმირი იყო წმინდანი. ხო? აი მითხარით აი თანამედროვეობაში ვინ უნდა იყოს გმირი? აი ვინ არის გმირი? წმინდანი? სად არის აბა წმინდანი? ვინ წმინდანზეა საუბარი, რომ დღეს ესე იგი ითქვას, რომ გმირი არის. ან ვინა ეს ჰეროიკული გმირსაც ვერ ხედავს, იმართლა გითხრათ. ამიტომ ჯერ ესე იგი ხო ეგ რაღაც დროის საკითხია, მაგრამ ჩვენ და აქამდე ქონოდა ისეთი სახეხატება ისტორია იქნებოდა თუ ახლოსი ისტორია იმათი ვისი მიბაძვოს გვინდა. და აღმოჩნდა რომ როდესაც შენ გმირს არ ქმნი, სხვა გიქმნის ამ გმირს და შეოქმნეს ახლა ამას გმირი, ხო? ზელენსკი შექმნეს ვიღაცებმა გმირად, ხო? ზელენსკის წიგნებით. ზელენსკი კიდე ცოცხალი არსებაა და მიტინგზე ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი ძმისშვილები გამოდიან და კარიკატურებიდან და კიდე რა ქვია ვირტუალური სამყაროდან და ნახატი ფილმებიდან გმირები ხალხს წარმოედგინიან. არა, ეგ სწორია, რადგან ანუ რეალური სამყაროს დეფიციტის ის პრობლემაა, რაც ჩვენ საუბრობთ. კი ბატონო, ესაც გმირია, მაგრამ მაშინ ეს რას ნიშნავს? მაშინ კინო უნდა შექმნა შენ. მაშინ ანიმაცია უნდა შექმნა შენ. მაშინ უნდა შექმნა ამ ანიმაციის შენი გმირები უნდა შექმნა, შენი ისინი უნდა შექმნა. ანუ თუ კომიქსების გმირები შეიძლება გმირი იყოს? ხავთ? ნახეთ მე ამას აქ ორი პასუხი. მორალური პასუხი თუ გაინტერესებს, შემიძლია თქვა რომ ეგ ცუდი რაღაცაა, მაგრამ თუ ვამბობთ რომ ეს გმირი მუშაობს თუ არა? ხო, ნუ მუშაობს ფაქტია. ხო, თუ მუშაობს, ავიღოთ როგორც მუშა მოდელი. თუ მუშა მოდელი არსებობს, მაშინ შექმნე შენი კომიქსი. ეხლა არ თქვა რომ კომიქსის ფული სახელმწიფოს არ აქვს. და ადამიანური რესურსების მოზიდვა არ თქვათ რომ ის რა ქვია ფილმების რაღაცა შექმნა სახელმწიფოს არ შეუძლია. როგორ არ შეუძლია? რატომ იყო მე ვერ გავიგე აი გასენება ყარაბაღში და იმებში რატომ იყო ეს რაღაც ნარკომანი გოგლიკოს ისე რა ქვია ფეტიშიზაცია რატომ იყო? რაღაცა ისეთი ღირსეული ადამიანი რატომ არ ჩდება ქართულ კინემატოგრაფიაში? ხანდახან ეცი რას ვფიქრობ რომ რა კარგი იქნებოდა, არ ვიცი, შეიძლება ეგ არსებობს, მე დიდი ხანია საქართველოში არ ვარ, ანუ ყოველ შემთხვევაში ინტერნეტში არ შემხედრია. ძალიან კარგი იქნებოდა ვეფხვის ყაოსანის მოცულობითი ანიმაციის გაკეთება. ანუ კლასიკური ნეტვორკი კი არა, ხო ხდება მოცულობითი. აი სასწაული იქნებოდა რა. ხო, არ ვიცი. მე არ მგონია რომ თანამედროვე ახალგაზრდა ესთეტიურათაც და შინაარსობრივათაც ეს იმიტომ რომ სხვა კულტურის პროდუქტია ესა და მაშინ ჩვენ ახალი გმირები უნდა შექმნათ რა. რა თქმა უნდა, მაგალითად ტარიელი მაგათთვის თუ გმირი არ არის და ან სიმბოლო არა, სხვა რამეს ვამბობ. ვაღიაროთ რაღაცები. ვაღიაროთ ის რომ
კულტურული დონე დაცემულია. აქედან უნდა დავიწყოთ. ხო, მაგრამ ჩვენ თუ ჩავყევით და ჩვენს კომიქსების ენაზე ველაპარაკეთ, მაშინ სად მივალთ? სადმივოთ რაღაც ახარღირებულებები შექმნამდე. ის კომიქსის გმირი თუ კულტურულ ამოქაჩოს ემსახურება, მაშინ კულტურას უნდა ამოიქაჩოს. ხო, მაშინ მაშინ ახალი კომიქსი უნდა შეიქმნას, განსხვავებული. ხო. იცი რა არის? მე არ უყურებ გასეირნება კარაბახში, როგორი აჟიტირებული უყურებდით რა, მეც სიამოვნებდა რომ რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ხო ლეკად ხო არაფერი არ რჩებოდა, ხო? ეს იყო ესეთი რა. ემოცია გასროლის სივრცეში, მა არაფერზე არ იყო. ახალი გმერი იცი ვინ იყო ჩემი აზრით, თავის დროზე? ვინ? დატა თუთოშხია. დატა თუთოშხია იყო იმ პერიოდში ახალი გმირი. თავის მორალური იმით და პრინციპში მეტნაკლებად, მისაბაძი ტიპი იყო. თან გუშინ იყო, ხო, ეს არ არის შოშორეული წარსული. პერსონაჟიც ხო, რომ მეღვინეთ უხუცესი ეს არის, ხო, საბოლოო ჯამში სიმპათიური მამაკაცი, რომელიც მორალური მთელი რიგი ღირსებები გააჩნია და მისი თავგადასავალი. თავი დავანებოთ ამას. მე იმას ვამბობ, რომ არსებობს მოკლედ ენა და შენ თუ ამ ენაში არ ჩაჯექი, შენ თუ შენი სიმაღლედან, ანუ ჩვენიც როგორ ვსაუბრობთ, ანუ აპოლონური სიმაღლიდან ვესაუბრებით, ესე გვინდა ვესაუბროთ ახალგაზრდა, აი თქვენ კომიქსებს უყურებთ და რას გავხართ რა? და აი ჩვენ აი ეგ მზეზე ვართ და მზედან გიყურებთ, ყველა აპოლონივით უყურებთ. არ არის ეგრე რა. დიონისესავით ჩავიდეთ ქვემოთ უბსკულში და იქიდან შევეცადოთ რომ ამოვიყვანოთ უბსკულიდან. ანუ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, მოდი ესე ვთქვათ რა, რომ ვიყოთ რაღაცა იმ სიმაღლეზე და გავჩერდეთ ამით და ვთქვათ რომ აი მე ჩემ დროს რო იყო ეგეთი კულტურა და ჩემ დროს რო განათლება იყო, მე ბიჭო შენ დროს რო იყო განათლება და შენ შემდეგ განათლება ცუდი გახდა, ესე იგი შენი ბრალია, შენი თაობის ბრალია, ხო? აბა ვისი ბრალია? ესე იგი შენ დროს რო იყო განათლება, ეგ შენი დამსახურება კი არ არის. ეგ შენი მშობლების დამსახურება და წინათაობის დამსახურება და შენი დამსახურება ის არის, რომ შენ შვილებს ვერ მიუტანე ის ხო, და შენი შვილი რომ მიტინგზე დგას და რომ იგინება, ხო? კი ბატონო. ხო, ანუ მიტინგზე დგომა კი არ არის ცუდი, მე ვამბობ იმ ფორმით, როგორც იცი. ხო და ეს ფორმაც ხო შენ შეგიქმნია, შენ წაგართვის რა. რა თქმა უნდა, ხო. ანუ ნახე, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვართ შემოქმედებითი. შემოქმედებითობაზე თუ ვარს და ნახე ტრადიცია ჩვენ გვექცა როგორად იცი როგორ წარმოდგენათ რომ არ არსებობდეს ურთიერთობების ფორმა აზროვნების გარეშე. წესრიგი არსებობს არ გამოდის ეგრე. არ გამოდის. ანუ არანაირი წესრიგი არ იქნება თუ არ არის აი რაღაც ცოცხალი ურთიერთობა რა და აზროვნება და დროის აღქმა ახლანდ რა არის ჩვენ თუ სკოლაში ბავშვი უკეთ იქს აღარ კითხულობს თუ რაღაცა იგივე გაჯეტით მივაწოდოთ მე იტყვილა არ თქვი ის ვეფხისტყაოსანის ანიმაციური შექმნა ხდები თუ არ კითხულობს და მშობელს მამისთვის არ ცალია იმიტომ რომ დედმამა რუტინაში არიან რომ გადარჩნენ მართლა ვამბობ აი პირდაპირ გაგებით ხო მაშინ იყოს განათლების სისტემაში ისეთი რამ რომ დაუშვათ თუ ბავშვი აი ამას არ იღებს და აი ამას, რასაც ახლა მე ვაკეთებ აქ და კითხვარი მაქვს ახლა რომ აი შევსებული რომ რაღაცა ამას ამით ხოს არ გიბლობს და აი ამითი მიიღოს ის იდენტობა ამითი შექმნას ვინ არის რა არის მამამისი ვინ იყო ბაბუამისი ვინ იყო მაშინ ეს შევქნათ ძალიან ესეთი არის ჩვენ ცხოვრობთ მე სტატიას ვქონდა კიბერნაციონალიზმის ეპოქაში ნაციონალიზმის ის მოდელები რომელიც ადრე იყო ვეღარ მუშაობს ისე ნაციონალიზმის ანუ იდენტობა ნუ რა ვიცი რა ხორს კიდე ისე დაარქვით კიბერნაციონალიზმის ანუ შენ არქაულ აზროვნებასთან აქვს ახლა შეხება ანუ ადამიანები დავიბადეთ მოდერნისტულ კულტურაში საბჭოთა მოდერნისტულ კულტურაში სადაც აი ეს რაღაცა მოდერნული ელემენტები არსებობდა სადაც გონების განათლების კულტი იყო რაღაცა ესეთი კულტები იყო და უცბად აღმოჩნდით უცბად შეიცვალა რეალობა სადაც არქაული აზროვნების ადამიანები არიან და ამ არქაულ აზროვნებიდან გამოყვანას აქვს თავისი ეტაპები შენ ერთბაშად ვერ გამოიყვანა აზროვნებიდან შენ თუ არ ჩახვედი მასთან ამ არქაიზმები შენ თუ კარგად არ იცი შენ ვერ გამოიყვანა ამ ადამიანებს აქედან
მე საბოლოო ჯამში მგონია რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ არქაიზმიდანაც გამოსვლა. ნუ ლიბერალიზმიდან მეტაკლებად გამოვდივართ. ეხლა არქაიზმიდან გამოსვლა არის. ლიბერალიზმი სხვადასხვა საკუთარი გებში შექმნა საკუთარი არქაიზმები. აბსოლუტურად რა. ტომობრიობა, მაგრამ თვითონ მოხდა ნუ მათი არქაიზაცია. მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა ითქვას რომ აი ნუ ახალი ილია ჭავჭავაძის თერგდალეულების ესე ვთქვათ პროექტი ხდება ნენელა აუცილებელი რა იმიტომ რომ რა იყო თერგდალეულების პროექტი საზოგადოება რაღაც უკიდურესად ჩამორჩენილი ხო უკიდურესად ჩამორჩენილი საზოგადოება წერაკითხვის უცოდინარი რაღაცა ისეთივე საზოგადოება და ამ საზოგადოებაზე ადამიანებს მოუნდათ რომ რაღაცა მაღალი კულტურა შეექმნათ და საბოლოოდ ამ დიდი წვალებით და დიდი იმის შრომის ფასად და დიდი ბრძოლების ფასად შექმნეს ახალი კულტურა, ახალი იდენტობა, სამოქალაქო იდენტობა, სადაც ის არქაული ელემენტები ბოლომდე არცად არ გამქრალა, მაგრამ აზროვნებას დაემატა ეს მოდერნული ელემენტები. და ჩვენ მივიღეთ ადამიანი, რომელიც უკვე ლიტერატურულ ქართულად ლაპარაკობდა და არა რაღაცა კუთხური იმებით, ელემენტები, ჩვენ მივიღეთ ენა, რომელიც უკვე თანამედროვეობაში ესაბამებოდა და მოხდა ენის რეფორმა, ჩვენ მივიღეთ თეატრი, რომელიც უკვე მაშინ კინო იყო თანამედროვე ის იყო, ჩვენ მივიღეთ პრესა, ჩვენ მივიღეთ წიგნების თარგმნა, ჩვენ მივიღეთ სოფლიოს გაცნობა და ბევრი რაღაცა მივიღეთ რა მაგით. და ეხლა არის ის მდგომარეობა, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ მოხდა ეს დანგრევა. საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, საბჭოთა საზოგადოების იდეალი იყო განათლებაზე ორიენტირებული, თან ლიტერატურად ცენტრული იყო ის განათლება. ეხლა მივიღეთ ისეთი, რომ განათლების სისტემის კოლაფსმა გამოიწვია და კიდე ტექნოლოგიების მომენტმა და იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა მომენტმა გამოიწვია ჩვენი არქაიზაცია. და ეხლა არის აღფრთოვანება იმით, რომ მაგ ძალის, ესე იგი აღფრთოვანება მაგ და რაღაცა ეს სეგმენტური ცნობიერების რაღაც პრინციპში არქაული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი. ტომობრივი ცნობიერება, ოღონდ ეს ტომი რა არის? ეს არ არის ერი. ეს არის რაღაც ლიბერალური ტომი არის სადაც მაგის საპირისპიროდ უნდა გაჩნდეს, ესე იგი, კონსერვატიული ან რაღაცა ტომი და პრინციპი იქნება, ანუ არქაული საზოგადოება კვლავ იმეორებ, ეს არის, რომ ცუდი რა არის, როდესაც სხვა ტომის წარმომადგენელი ჩემს სახლს დაწვავს, ჩემს სულს გაუპატიურებს და შულს მომიკლავს, კაი რა არის, როდესაც მე დავწვავ მის სახლს, მე გაუპატიურებ მის სულს და მე მოკლავ მის შულს. ანუ ეს ცნობიერება შემოდის და ეხლა გინდა მოგწონს თუ არ მოგწონს ესეთი რეალობა დადგა. ეხლა ამ რეალობიდან გამოსავალი გვჭირდება. ეს არ არის უკვე პასიური მდგომარეობა, ეს არ არის ის მდგომარეობა, სადაც უკვე საკმარისია, რომ შენ ერთ ხარეს დადგე. კი, ლიბერალების წინააღმდეგ ეგ საკმარისი იყო. ჩვენ ვებრძოდით ლიბერალებს, მაგრამ ეხლა უკვე აღარაა საკმარისი ეს. ეხლა არის უკვე ისეთი მომენტი, რომ შენ აღარა გაქვს უფლება, რომ რომელიმე ტომის ნაწილი იყო. შენ უნდა იყო ერის ნაწილი. მორჩა გათავდა. აი მორჩა ეგ ტომობრივი ცნობიერებები, თქვენი ცნობიერებები, უნდა გადავტეხოთ წელში ეგ ტომობრივი ცნობიერები და კვლავ ეს ერი უნდა შეიკრას ერთად რა. ეს არის ძალიან ესეთი მესეჯი. გვინდა გადარჩენა, ერი უნდა არსებობდეს და არა ტომი. კვლავ იმეორებ, რატომ იყო ეს ლიბერალური იდენტობა? რატომ იყო გაცნობა? იმიტომ რომ ეგ ტომობრივი არის საბოლოო ჯამში. ტომობრივია და მე მგონი რა ეტაპებიც მაგ რეალურ სამყაროში განიცადა იდენტობის პოლიტიკამ, ნუ თავიდან ხო იყო ტომი, მერე რაღაცა ხალხი, მერე ერი და რაღაცა ის. ესეც გზაც გაივლის ინტერნეტ სივრცეშიც და კიბერ სივრცეშიც ეს იდენტობები საბოლოო ჯამში და ჩვენ ეხლა გვიწევს ის გავაკეთოთ, ჩვენ მე არ მაქვს მაგამის პრეტენზია, მაგრამ ნუ რაღაცა რაც შეიძლება ესე იგი ნახო, ეს არის ის რომ ნუ აუცილებლად დადგება ეს აუცილებლობა რომ რაღაცა თერგდალეულები პროექტი ნომერი 2 რაღაცნაირად დაიწყოს ამ უკვე არქაულ საზოგადოებაში. ნუკრი, უდიდესი მადლობა. ხო, მეც უფრო დიდი ხანი ის იქნებოდა, ალბათ უფრო კიდე დავილაპარაკებდი, უბრალოდ წყდებოდა ინტერნეტი და ეს პრობლემა შეგვექნა.
კი. დიდი მადლობა პირველ იცი რა არის, ნუ მაინც ძალიან კარგი გამოვიდა. წვეტები, ნუ რას ვიზავთ, ხო და ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და ფაქტობრივად შენი ყველა პოსტის ძირითადი პასაჟი გაშალე, რას გულისხმობდი, რა იყო, როგორ იყო და ძალიან რთული იქნება ალბათ 26 წელი, 27 შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს. მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ მარტივად ვით გადარჩენის მომენტი დავიდგეს, არა, უბრალოდ ზუსტად შერაზეც ისაუბრე რა. სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ოღონდ ერის პლატფორმაზე და არა უბრალოდ სახელმწიფო ერის გარეშე. 26-ში ჩემი აზრით თავარი ამოცანა ალბათ ჩვენერი ადამიანების არის ორი რაღაცა. პირველი, ელიტა, პოლიტიკური ელიტა დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ვართ სწორები, დავაჩვენოთ და მეორე იმაში, რომ ჩვენ რაღაცა სახით შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. ანუ მარტო ლაპარაკი არა. და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცეები უნდა დაიწეროს, რაღაცეები უნდა გაკეთდეს, რაღაცეები უნდა მოკლედ რაღაცა პროდუქტი უნდა დაიდეს, ინტელექტუალური პროდუქტი უნდა დაიდოს. მე მიზნად ამაქვს, რომ ამ წელს რაღაცეები წერო, რაღაცეები გავაკეთო და უფრო აქტიური ვიყო ინტელექტუალურ სივრცეში, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ აი დღეს მეცნიერები როგორც არიან საქართველოში, რომ რაღაცას წერენ და არავინ არ იცის რა დაწერა. და ნუ მარტო რამოდენიმე კოლეგამ იცის, არა, ესეთი მეცნიერება დიდ სახელმწიფოებს, სადაც შრომა გადანაწილებულია და დიდი ინსტიტუტები არის, იქ კი ბატონო, შეიძლება პატარა ჭანჭიკი იყოს. საქართველოში ეს ამოცანა სამწუხაროდ არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ეს ამოცანა, რომ ინტელექტუალებმა აკადემიური სივრციდან თუ არა აკადემიური სივრციდან იფიქრონ უკვე, რომ მისი ინტელექტუალური შრომა გახდეს არა მარტო ერთი ინსტიტუციის ნაწილი, არამედ მთელი ერის ნაწილი და ეს ალბათ იქნება ამოცანა, რომ ჩვენ დავუმტკიცოთ, რომ არა მარტო ლაპარაკი შეგვიძლია, არამედ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. როქმედით უნარიანები ვართ, კი, აბსოლუტურად გეთახმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აქვე შენი ნებართვით მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზი გამო იყო, მაგრამ არ დავნებდით და მაინც ბოლოში გავედით. ხარვეზები იქნება, მაგრამ სამაგიეროდ შინაარსი გადმოცემულია და მე ვთვლი, რომ აუცილებელია ამის ნახვა მოსმენა და აქვე დავამატებ, რომ ვისაც მოგეწონებათ ეს ვიდეო, ვინც ამას ნახავთ, გთხოვთ გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, მეგობრებში, ახლობლებში და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნუკრიმ რაზეც ისაუბრა, ეს მართლა სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნაზე არ არის, ეს არის ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხის ერთ-ერთი გადაჭრის ერთ-ერთი გზა, როგორც ნუკრიმ თქვა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ნუკრი, შენ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის. გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.